საღამო მშვიდობისა, ეს არის ток-შოუ 100 გრადუსი ცელსიუსი და კიდევ ერთი აქტუალური თემა ჩვენს ობიექტივში. უშვილობა საქართველოში. რა ხდება მაშინ, როდესაც წლები გადის ოჯახურ წყვილებს შვილი კი ისევ არ ყავთ. ხელოვნური განაყოფიერება არის თუ არა ეს ერთადერთი გზა დღეს რეპროდუქტოლოგები ყველაზე ცხელი ток-შოუ სტუდიაში. ასევე დღეს ორგანიზაციები, რომლებიც სრულად დედებთან ერთად მუშაობენ, სკანდალურ ბრალდებებს გაახმაურებენ ამ სტუდიაში. არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი რეპროდუქტოლოგები ერთი და იგივე გენეტიკურ მასალას სხვადასხვა ოჯახური წყვილებისათვის იყენებენ. ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდია ინცესტის რისკი. მოკლედ ყველა აქტუალური და პრობლემური თემის შესახებ მომდევნო საათნახევრის განმავლობაში, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. ერთი ინვიტრო განაყოფიერების და პაციენტს უჯდება 8000 ლარი. ეჭვები, რომელიც ხელოვნური განაყოფიერებით დაკავებული კლინიკების მიმართ ჩდება, მიდიან თუ არა მედიკოსების შეგნებულ შეცდომებზე, რათა მეორე დაიღონ ფული. ის კლინიკა, რომელიც იტყვის, რომ 40%-ზე მეტი აქვს ეფექტურობა გადატანაზე, ის არის შარლატანი. ხდება თუ არა ციფრებით манипуლირება და რასაც ხდებენ ქვეყნის სამყარო რეპროდუქტოლოგები. რიგ შემთხვევაში დამნაშავეა ნამდვილად. იქ ოჯახის ექიმი იქნება, დაზღვევა იქნება. მე რომ ფული მაქვს, ეს იმას ხوار ნიშნავს, რომ გინდა თუ არა უნდა გავიკეთო. პაციენტის შეცდომაში იმიტომ რომ ფული არის. შეუძლებელია ამორალური. ხელოვნური განაყოფიერება გზა უშვილობის დასამარცხებლად. ვინ არის დონორი მარტოხელა ქართველი ქალბატონებისთვის? დანიის სპერმის ბანკი არსებობს, ესეთი არის ძალიან პოპულარული. ქართველი ქალბატონები იყენებენ დონორად დანიელ მამაკაცის გენეტიკურ მასალას. დაპირისპირება სუროგატი დედებით მომსახურების ცენტრებს შორის რატომ ადანაშაულებენ კონკურენტები ერთმანეთს თაღლითობაში? ეს ქალბატონი ჩემი ოჯახისთვის ცნობილია როგორც ტერორისტი. ფულს ყველაფრიდან არ უნდა ვაკეთო. ეს ქალბატონი არის პარანოიდ დაავადებული. თუ შეიძლება მე დავტოვებ გადაგ. საქართველოში არ არსებობს კონტროლის მექანიზმები ხელოვნური განაყოფიერების სფეროში და კლინიკა შეუძლია სპეციალურად არ მიიღოს ორსულობა ინვიტრო განაყოფიერების ცდაზე, რათა განახორციელოს განმეორებითი ინვიტრო ცდა, რაშიც დამატებით თანხას უკვე პაციენტი გადაიხდის. ეს არის მცირე ფრაგმენტი იმ წერილიდან, რომელიც Human Georgia-ს ხელმძღვანელმა ჯანდაცვის მინისტრს გაუგზავნა. უშვილობა საქართველოში ეს გადაცემის პირველი ნაწილი საუბრის მთავარ თემაა. ქალბატონ თამარ ხაჭაპურიძეს მივესალმებით ჩვენ სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თამარ, რომ შემოგვერთით. წერილი, რომელთაც თქვენ მოითხოვთ ჯანდაცვის სამინისტროსაგან, რომ დაამკვიდროს კონტროლის მექანიზმები. რა გახდა ამ წერილის საფუძველი? რეალურად საქართველოში ახლა არსებობს манипуляციები იგივე კლინიკების მხრიდან, როდესაც ხდება არაკეთილსინისიერი მომპყრობა პაციენტების მიმართ? თითოეული ინვიტრო განაყოფიერების ცდელობა პაციენტს უჯდება რამოდენიმე 1000 ლარი. კონკრეტულად დაახლოებით თავის გამოკვლევებით 5000 ლარამდე ჯდება ინვიტრო განაყოფიერება X მეთოდით. პლუს მედიკამენტები, რომლებიც იხარჯება ერთ ინვიტრო განაყოფიერებაზე, ეს არის 3000 ლარზე მეტი ღირებულების, ანუ ერთი ინვიტრო განაყოფიერების და პაციენტს უჯდება 8000 ლარი. თუ არ იქნება მიღებული ორსულობა, განმეორებით ამ თანხას ისევ პაციენტი იხდის და კლინიკას დამატებით კიდევ შესდის ეს 5000 ლარი. ამის გამო სრულიად დასაშვებია, რომ კლინიკამ, როდესაც ის ხედავს პაციენტს, რომ ის მზადაა ჩაიტაროს მეორე, მეათე, მე-20-ც და ოღონდ ეს სანატრელი შვილი ეყოლოს. დასაშვებია, რომ კლინიკაზე არ არის საუბარი კონკრეტულმა ექიმმა თუნდაც, რომელიც თითოეული ინვიტრო განაყოფიერების ცდელობიდან იღებს პროცენტს და აქედან აქვს ხელფასი. ამიტომ აუცილებელია კონტროლის სამექანიზმების შემოღება. ამავე წერილში საუბარია გენეტიკურ მასალებთან დაკავშირებით, ამაზე უნდა მოგვიანებით ვისაუბროთ. მანამდე მინდა ვკითხო თავად ექიმებს, რომლებიც დაკავებულები არიან სწორედ განაყოფიერების თემით. რამდენად საფუძვლიანია იგივე ქალბატონი თამარის მოთხოვნა და რამდენად ფიქრობთ, რომ საჭიროა მსგავსი რეგულაციების შემოღება? ხო, მე ვერ დავეთანხმები პრინციპულად ზოგადად ესეთ ფორმულირებას საკითხის, იმიტომ რომ პაციენტი, რომელსაც ერთხელ არ გამოვიდა ჩემთან, იგივე ჩემ კლინიკაში, მეც მირჩევნია, რომ მეორეჯერ გაიკეთო სხვასთან. მიხვდით, იმიტომ რომ აქ იმხელა ნდობაა საერთოდ, რომ შენთან მოვიდეს, იმდენი ხანი დადიან, რომ გადაწყვიტონ შენთან კეთდება თუ არა. უხშირესად პირველი უშედეგოცდის მერე მაქსიმუმ მეორე კრიო გადატანა, რომელიც უფრო ნაკლებ თანხებშია, ის დიდი თანხის დასახარჯად გვერდზე კლინიკაშიც არა, სხვა ქვეყანაში მიდის. ან პირიქით, იქ ნამყოფი, იქ უშედეგო ჩამოდის ჩემთან. ანუ ყველა პაციენტი აბსოლუტურად როცა მოდის, არის აქ ორსულები, რაც მეტი ყავს, კლინიკას მეტი პაციენტი ყავს. ყველა კლინიკა ეს არის ავტორიტეტი ელემენტარული, ორიენტირებულია ორსულობაზე, რაც შეიძლება მალე ნაკლები დანახარჯით. და ეს საწყალი პაციენტი ისევ ალბათ ქალბატონ თამართან ბრუნდება სხვა კლინიკაში მისასვლელად, თავიდან ჭირდება დონორი, თავიდან ჭირდება თქვა სუროგატი, რაშიც ხარჯებს საფასტუსაც შემდეგ თავიდან ის ხდის და უკვე შემდეგ ცდაში ჩვენთან არანაირად თანხობრივად კი არა, არანაირად ადამიანურად არ ვარ დაინტერესებული ელემენტარულად, იმიტომ რომ თანხობრივად რაც ქალბატონთან არის გასაგებია, ბადენ არჩილ, თქვენთან მინდა გადმოვიდე ამ კითხვით, რამდენად საჭიროა მსგავსი რეგულაციების შემოღება დღეს საქართველოში? ყველაფერი ამის ბრალი არის ის, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.
ყველა კანონი მიიღო პარლამენტმა თითქმის და ეს არ მიიღო. რატომ არ მიიღეს? სხვადასხვა მიზეზებია, მაგრამ ყველაზე საჩვენო რომ მიზეზი გახლავთ ავადსახსენებელი აბორტის პრობლემა. აი აბორტს ვერაფერი ვერ ოქნეს. არ არსებობს. თუმცა ბატონო არჩილ, საფრთხები, რაზეც საუბრობს ქალბატონი თამარ, რომ შეიძლება ის არ საუბრობს მტკიცებით ფორმაში, თუმცა არსებობს შანსი, რომ ექიმმა გადაწყვიტოს, რომ ერთხელ არ იყოს განაყოფიერება ეფექტური და ამის გამო იყოს მის ინტერესში, რომ პაციენტი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ მივიდეს მასთან. რეალურად არის ახლა ეს საფრთხეები საქართველოში? არის, რა თქმა უნდა. და უბედურება კიდე სხვა არის. ის კლინიკა, რომელიც იტყვის, რომ 40%-ზე მეტი აქვს ეფექტურობა გადატანაზე, ის არის შარლატანი. რა გარანტიას აძლევენ ისინი, როგორ იზიდავენ ადამიანებს, რომლებიც ციფრების რახაბრუხით ალბათ. თუმცა მათ შედეგი შემდეგ არ აქვს. რა თქმა უნდა, არა, ეს ვისაც სერიოზულ კლინიკებს, ვინც აი თქვა, კეთილ 35-40-მდე ესე არის, ხო? 40%-ზე მეტი არ არსებობს, არც შენკერთან, არც მასტროიანისთან და არც პეტრე პირველთან. არ არსებობს, ისტორიაში არ ყოფილა. სუტყვილია დანარჩენი, არ დაიჯეროთ. პატივცემულო ტელემაყურებლებსაც. ქალბატონ ლიკასთან მექნება შემდეგი შეკითხვა. წერილში ასევე საუბარია ქალბატონ ლიკა, რომელიც ქალბატონმა თამარმა გააგზავნა, რომ გარდა საფრთხებისა, რომ ექიმმა მოახდინოს იგივე მაგალითად არაეფექტური განაყოფიერება, არსებობს ასევე საფრთხე იმისა, რომ გენეტიკური მასალა, რომელიც არის ლაბორატორიაში, არა მხოლოდ ერთ პაციენტზე, არამედ სხვადასხვა პაციენტებზე იქნას გამოყენებული ერთი გენეტიკური მასალა. ეს პრობლემა ახლა საქართველოში აქტუალურია? არა მგონია, იცით, საფრთხე როგორ არ არსებობს, მაგრამ მე ვიცნობ ყველა ჩემ კოლეგას, ვინც მუშაობს ამ სფეროში საქართველოში. მე ყველას მჯერავს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუშაობს ისე როგორც მე ვმუშაობ, ანუ ჩემი თავის იმედი როგორც მაქვს, ასევე მაქვს დანარჩენი სხვა ჩემი კოლეგების იმედი. არის ძალიან ავტორიტეტული ადამიანი, ბრძანებს რომ რეალურად ჩარლატანებიც არიან. უმეტესობა. იცით, უმეტესობა და კონკრეტულად. როდესაც მე დავიწყე მუშაობა, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ დიდხანს აჩერებენ პაციენტებს და ბევრ ანალიზებს უკეთებენ, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობდით, რომ ეს ქალები მიგვეყვანა მათი ჯანმრთელობის ისეთ საუკეთესო მდგომარეობაში, როდესაც ისინი არიან, მათ შეუძლიათ რომ მიიღონ ორსულობა. ან ბევრი დარღვევები აქვთ ქალებს. იქ რომ გენეტიკურ მასალაზე იყოს, არა, მე არ ვიცი, ამაზე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ეს ძალიან საშიში თემა არის. და მე მგონი რომ არ ხდება, ეგ დიდი იმედი მაქვს, რომ არ ხდება საკითხი, რომელიც ოფიციალურად შესულია, ჩვენ გვინდა რომ დღეს ამ თემაზე ვისაუბროთ, არავინ არ აკონტროლებს თუ რა ხდება ემბრიოლოგიურ ლაბორატორიებში და ემბრიოლოგს შეუძლია ერთი პაციენტის გენეტიკური მასალა, კვეთშუჩურები, სპერმატოზოიდი პაციენტისაგან უნებართვოდ მოახმაროს მეორე პაციენტის განაყოფიერებას. გამეტების მოპარვა მსოფლიოს ბევრი კლინიკაში საკმაოდ გავრცელებული კრიმინალური ქმედებაა. შეგვიძლია ბატონო არსენ ვიყო დაზღვეული, რომ იგივე კრიმინალური ქმედება არ მოხდეს საქართველოში? ის რომ მასალის აღრევა შეიძლება მოხდეს თუ არა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ჩვენს კლინიკაში ეს შეუძლებელია. ამას ჩვენ რამოდენიმე კაცი აკონტროლებს და მათ შორის პირადად მეც ბევრჯერ, ანუ მუდმივ. ახლა მეორე საკითხია კლინიკაში სხვებთან მე ვერც ხოს ვიტყვი, ვერც არას. თუმცა თავისი არსით მექანიზმები იმისა, რომ სიმართლე და ჭეშმარიტება ზუსტად იცოდეს პაციენტმა ის რამდენად იქნება ჩემთვის მომგებიანი თუ არ იქნება აქვს მას სრული უფლება ეს პაციენტის სრული უფლებაა და ყველა კოლეგას ვეთანხმები ვინც იტყვის რომ ბაზაში უნდა მივცეთ მონაცემები როდესაც ვიღაცა ამბობს რომ 1000 ყავს ან 10000 ბავშვის სინამდვილეში 10000 თუ დათვლი რომ 10000 ელემენტალურად იტყვი რომ 2000 თუ 10000 რომ გაეჩინა და გადათვლი იმ დროს რაოდენობაზე რასაც მუშაობს ეს კლინიკა მიხვდები რომ ელემენტალურად ვერ იზამდა ამას თაღლითობას აქვს ადგილი ეს არ მგონია იყოს თაღლითობა, ჩემის აზრით, ეს არის საკითხის ალბათ უკეთესი მხრიდან გარკვეულწილად ვიღაცის მიერ წარმოჩენა, მაგრამ მარკეტინგული გათვლა, როდესაც გეუბნებიან ერთს, თუმცა რეალური სურათი არის სხვა. და მეორეც, ორსულობების რაოდენობა და ბავშვის სახში. მიიღო ორსულობა რაღაც რაოდენობა, ხოლო ცოცხლად მშობიარობით დამთავრდა სხვა. ორივე მართალია, ორივე მონაცემი, მაგრამ ერთი შეიძლება იყოს 50 თუ 60%, ხოლო მეორე 30-35. 6 მილიონი ბავშვი მთელს მსოფლიოში თუ ცდები გამისწორეთ ბატონ არჩილს 1978 წლიდან. რეალურად, როდესაც ინტერნეტში შეხვალდა, მეც გადაცემისთვის, როდესაც ვემზადებოდი, პირველი პუბლიკაციები, რომელსაც წაიკითხავ, ორი მთავარი კითხვა ჩნდება, რაზეც ხშირ შემთხვევაში სკეპტიკოსები მანიპულირებენ. პირველი, ეს არის თავად ბავშვების, შემდეგი განვითარება ჯანმრთელობა. მინდა ამ თემაზე ვისაუბროთ და მაყურებელს ვუამბოთ ამის შესახებ. სამწუხაროდ ჩვენი სამედიცინო საზოგადოება მოგვიანებით დაფიქრდა იმაზე, რომ აი თუ შეიძლება ასე ითქვათ, ვაკეთებთ ამდენ ბავშვებს და როგორ ბავშვებს ვაკეთებთ. ძალიან კარგს. და როცა კარგად შეისწავლეს ეს საკითხი,
აღმოჩნდა, რომ ბავშვები ხელოვნური ინსემინაციის შემდეგ და ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ, ინვიტრო განაყოფიერების შემდეგ ბავშვები გამოდიან არათუ ვარესი, ვიდრე ბავშვები ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ. არამედ უკეთესიც კი ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის. რა იგულისხმება უკეთესში ეს არის განვითარების დონებრივი განვითარების კრიტერიუმის შეფასების ადვილი. დღეს ინვიტრო განაყოფიერება არ არის მხოლოდ ოჯახის შენარჩუნების ან უშვილობის სიკვდილისგან ესეთი ბრჭყალებში ვლაპარაკობ თავდახსნის გზა, უკვე ის გახდა სხვა ცხოვრების გაუმჯობესების საშუალებაც და ერთიც გამოჩნდნენ ადამიანები, 3 შვილი ყავს, ამ წყვილს 3 შვილი ყავს, 3 ქალიშვილი. მაგრამ გაუჩნდა, ანუ მათ ქალბატონი, რომელსაც ყავდა 3 შვილი, შემდეგ მეოთხე შვილზე დარჩა ფეხბურთის შემდეგი მცდელობა ვაჟი შვილის გაჩენის სურვილით, ანუ ცხოვრების გაუმჯობესება და მათი მიზნის შესასრულებლად ჩაატარეს მათ ეს განაყოფიერება და მიიღეს ტყუპი ნაყოფი, გითხარით მე. და საინტერესო ისტორიაში ისიც გახლავთ, თითქოს პარადოქსულია, მაგრამ ამაზე ხმამაღლა თვითონაც საუბრობდნენ და ამიტომ მე თავს ვაძლევ უფლებას ბუნებრივია მათი დასახელების გარეშე, რომ თუ ქალები იქნებიან, ანუ დედრობითი სქესის იქნებოდა ნაყოფი 12 კვირამდე ოფიციალურად აღრიცხვაც კი არ გააკეთეს, რომ ჩვენ შევწყვეტთ ორსულობას. ეს მათი სურვილია ახლა. მათ უნდათ რომ ყოლოდათ ბიჭი. და საბედნიეროდ ზუსტად წინა პარასკევს, ანუ გუშინდელი დღის წინა დღეს გაირკვა, რომ ერთ-ერთი ამ ნაყოფთან შორის ვაჟია. და ნუ როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, იმ ვაჟმა გადაარჩინა მეორე გოგონა. ანუ ორსულობის გაგრძელების საკუთარ საინტერესო ისტორია, ანუ ქალბატონი, რომელსაც ყავს 3 შვილი და შვილიშვილიც თუ არ ვწდები 2 შვილიშვილი და პირველი შვილი. გადაწყვეტა რომ შემდეგ ცხოვრება გააგრძელოს უკვე ხელოვნური განაყოფიერების გზით და ახლა ტყუპებზე არის სწორედ ამ მეთოდით ფეხმძიმება. ეს ბავშვები კარგია, ცუდი არავინ არის ის ჯერჯერობით, მაგრამ აღმოჩნდა რომ ზომით და წონით იბადებიან უფრო დიდები. და განსაკუთრებით X-ის მეთოდით დაბადებული ბავშვები. აგრეთვე აღმოჩნდა, რომ ეს ბავშვები უფრო მაღლები იზრდებიან, ვიდრე ნატურალურად ჩასახული ბავშვები, მაგრამ ნუ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რომელიღაც ამინომჟავების გამოხდება ეს, მაგრამ ნუ ჯერჯერობით თუმცა ეს არის ფაქტი, რომელსაც მედიკოსები აღიარებენ. რომელსაც ვერაფერს აუცილებლად მინდა კითხოთ კიდევ სკეპტიკოსთან მეორე მოსაზრებაზე, რომლებიც საუბრობენ საფრთხეზე, როდესაც ქალბატონის დონორად გამოყენება ხდება, კვერცხუჯრედის დონორად გამოყენება ხდება და ეს არის მუდმივად დონორი, ანუ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ მოხდა კვერცხუჯრედის გამოყენება, ძალიან დიდი რისკი, როგორც თავად ისინი საუბრობენ, რომ შემდეგ კონდეს იგივე ინცესტთან ადგილი, როდესაც ერთი და იგივე კვერცხუჯრედის შედეგად დაბადებული ბავშვი. სწორედ ამაზე იყო საუბრობდით მე და ერთ-ერთი ინვიტრო განაყოფიერების კლინიკის ხელმძღვანელი, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ ესეთი პრობლემა, რომ იყოს ერთიანი რეგისტრი ასევე ამ დონორი ქალების და არა მარტო დონორი ქალების, ასევე დონორი მამაკაცების. ეს უფრო კიდევ სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ ნუ იმიტომ ჩვენი კლინიკა არ იყენებს საქართველოს მამაკაცის დონორებს, იმიტომ რომ ეს არის საშიში, ეს არ არის გამოკვლეული, არ არსებობს საქართველოში სპერმის ბანკი, ამიტომ ჩამოგვაქვს უცხოეთიდან. საიდან? დანიის სპერმის ბანკი არსებობს, ესეთი არის ძალიან პოპულარული და იქ როგორი მოთხოვნა აქვს, იცით რომ ანუ ქართველი ქალბატონები იყენებენ დონორად დანიელ მამაკაცის გენეტიკურ მასალას. შეიძლება კავკასი არ იყოს მარტო დანიური, შეიძლება იყოს ქართველი მამაკაცისაც იქ ჩაბარებული. ოღონდ იქ იმ ბანკში ეს უნდა იყოს სერტიფიცირებული ორგანო, არ შეიძლება სხვანაირად და იცით რა არის, ჩვენ გვთხოვენ რომ რაღაცა ყოველი ორსულობა მათ უნდა მოვახსენოთ, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული ორსულობის შემდეგ იმ დონორს საქართველოში არ გამოუშვებენ, რომ არ მოხდეს ინცესტი. კონტროლი ხდება. ხდება ქალბატონების კონტროლი, ქალბატონ თამარ, რომლებიც აქ გადასცემენ საკუთარ გენეტიკურ მონაცემებს, როგორც დონორი. ვცდილობთ, რომ თუ მაგალითად დონორი 5ჯერ არის დონორი, ვთქვა და იქიდან 3ჯერ მივიღეთ შედეგი, ხომ? თუ ეს 3 შემთხვევა არის საქართველოში, მეტჯერ ის საქართველოში დონორი აღარ იქნება. შეიძლება ის იყოს დონორი ამერიკელი წყვილის, იტალიელი წყვილის, ფრანგი წყვილის. პრინციპში ეს არის მცდელობა, მაგრამ არ არის გარანტია. დიახ, მაგრამ რაც შეეხება გარანტიებს, აი ზუსტად იმ წერილში, როდესაც მე წერო, ეს ყველაფერი უნდა იყოს ელექტრონულად მიწოდებული ერთიან მონაცემთა ბაზაში, მან წერია, რომ იგივე ემბრიოლოგიურ ლაბორატორიებში რა ხდება, ასეთი კითხვა რომ არის დასმული, ხომ? როდესაც მიეწოდება ინფორმაცია იმ ერთიან რეესტრს, რომ ამ წყვილის დონორი იყო ესა და ეს, კვერცხუჯრედის დონორი, სპერმის დონორი იყო ესა და ეს. აქ უკვე შეიძლება შემდეგ რომ ასევე მქონდეს ესე იგი მონაცემთა
ბაზა თითო დონორისგან რამდენჯერ იქნა შედეგი მიღებული. გასაგები აუცილებლად მინდა დაგისვათ კითხვა თავად იმ ბაზართან დაკავშირებით ალბათ შეიძლება ცუდი სიტყვა, თუმცა ყოველ შემთხვევაში მრავლის თქმელია, რომელსაც მუშაობს თქვენი კომპანია. ანუ ამ შემთხვევაში, როდესაც ხდება მოძიება დონორების, როდესაც ხდება მოძიება სუროგატი დედების. ახლა აქ საჭირო არ არის დამატებითი რეგულაციები. პირველადი გამოკვლევა, ფსიქოლოგიური გამოკვლევა პირველ რიგში რამდენად ზად არის პროცესისათვის. გინეკოლოგის კონსულტაცია რომ გააცნოს დონორს და სუროგატს. გასაგებია, თუმცა ვსაუბრობ თავად სუროგატებთან დაკავშირებით და ვსაუბრობ თავად დონორებთან დაკავშირებითაც. რეალურად საქართველოს ალბათ თითზე ჩამოსათვლელი არის იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც ამ საქმიანობას ეწევიან. რეალურად ეს არ საჭიროებს დამატებით კონტროლს, იმიტომ რომ მე ვიცი თქვენი ხმაურია გამოსვლები, როდესაც თქვენ იგივე ტრაფიკინგის საფრთხეების შესახებ საუბრობთ ამასთან დაკავშირებით. კონტროლს ყველაფერი საჭიროებს ამ სფეროში. იცით რა შეიძლება ხა მე როდესაც დავიწყე დონორებთან და სუროგატებთან მუშაობა, პრინციპში მე დავიწყე პირველმა საქართველოში და ვინც რა არ უნდა თქვას ამ მეთოდების საწინააღმდეგოდ მე ვამაყობ ამით, რომ სუროგატული დედობის ანუ თქვენ იყავით პირველი, რომელმაც საქართველოში სუროგატული დედობის ინსტიტუტი საქართველოში 8 წელიწადი მხოლოდ ჩემი ორგანიზაცია მუშაობდა. პირველი სუროგატი დედები ჩემმა ორგანიზაციამ წარადგინა ჟორდანიის ინსტიტუტში და თქვი რომ მოდი დავიწყოთ სუროგაციის მეთოდზე მუშაობა. თუმცა შემდეგ გამოჩნდნენ თქვენი კონკურენტები. კი, დიახ, 8 წლის შემდეგ უკვე სხვა ორგანიზაციებიც ჩამოყალიბდა. მათ შორის თქვენ მათთან შევლიდი ტრაფიკინგში, მე მახსოვს სატელევიზიო სიუჟეტების არა, ტრაფიკინგში არა, მე უბრალოდ ვითხოვდი გამოძიებას, ვინაიდან იყო იქ რაღაც მომენტები, როდესაც ეჭვი დადგა, რომ ჯერ აორსულებდნენ სუროგატ დედებს დონორული ემბრიონებით და შემდეგ უკვე შვილის აყვანის მსურველ წყვილებს სთავაზობდნენ. ეს იყო ვარაუდის დონეზე. მე ანუ ბავშვებით მანიპულირება ხდებოდა ბავშვებს. მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს საგამოძიებო ორგანოებს უნდა გამოეძიათ. თავად ბაზარზე გეკითხებით, რომელზეც თქვენი ფირმა მუშაობს და რომელებიც სხვა კონკურენტები მუშაობენ, იქ ყველაფერი კეთილსინდისიერად ხდება? არა. აუცილებლად მიმაჩნია საქართველოს კანონმდებლობაში შევიდეს ასეთი ცვლილება. უცხოელი წყვილების შემთხვევაში უნდა იყოს სავალდებულო წყვილიდან ერთ-ერთმა ცოლმა ან ქმარმა გამოიყენოს საკუთარი გამეტები. ვინაიდან აი სხვა ორგანიზაციები ემსახურებიან აგრეთვე ასეთ შემთხვევებს. მე არ ვემსახურები ასეთ შემთხვევებს და ეს ჩემი მოსაზრებებიდან გამომდინარე, თორე კანონი იძლევა ამის საშუალებას, რომ ესე იგი გამოვიყენოთ დონორული კვერცხუჯრედი, გამოვიყენოთ დონორული სპერმატოზოიდი, ანუ მივიღოთ დონორული ემბრიონი, ეს ემბრიონი ვატარებინოთ სუროგატ დედას და მერე გავატანოთ იმ უცხოელ წყვილს. ანუ წყვილი ამ შემთხვევაში არ იყენებს საკუთარ საშვილოსნოს, არ იყენებს საკუთარ სასქესო გამეტებს, არც ქალისგან მამაკაცის. პრობლემა იმაშია, რომ ეს არის პრაქტიკულად გაშვილება. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ახლა ჩვენ გვინდა სტუდიაში პროდიუსერების გადაწყვეტილებით დავპატიჟოთ კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც ასევე ამ საქმიანობას ეწევა. მარიამ კუკუნაშვილი სტუდიაში. მოგესალმებით, ხო გაგზავნოთ. დიდ ბოდიშს მოუხდი აქ დამსწრე საზოგადოებას. სრულიად საქართველოს ვინც უყურებს ამ გადაცემას, მე თქვენ ბატონო და მოგახსენეთ გადაცემაში მოსვლის წინ, რომ თუ ეს ქალბატონი იქნებოდა გადაცემაში, მე აღგებოდი და დავტოვებდი გადაცემას. თუმცა იმისთვის რომ მაყურებელმა მიიღოს ქალბატონო თამარო სრული ინფორმაცია რეალურად რა ხდება ამ სფეროში, ძალიან ბევრი წყვილია, რომელიც ახლა არჩევანის ზღვარზე. მე მიმაჩნია, რომ ჰომოსექსუალისტებს არ უნდა ვემსახურებოდეთ სუროგაციის მეთოდებით. მე მიმაჩნია, რომ ჰომოსექსუალისტების ოჯახში გასაგებია, მაგრამ ამ თემაზე სასაუბროდ არ შევიკრიბეთ ახლა ჩვენ ფსიქიურად ჯანმრთელი ვერ გაიზრდება ჰომოსექსუალისტების ოჯახში დაბადებული ბავშვი და მე მიმაჩნია, რომ ფულს ყველაფრიდან არ უნდა ვაკეთებ. და ამას ზოოვეტერინარი ჭრავს. ჩვენი თხოვნა იქნება, ძალიან საინტერესო იქნება ეს დისკუსია. ლაპარაკია იმაზე, რომ მე გახლავართ პირველად ჩემი დიპლომი ეს იყო ვეტერინარი ექიმის დიპლომი და რა კი ამ ქალბატონს სურს ამ თემაზე საუბარი მე მოგახსენებთ. მე გახლავართ შვილი. ძალიან დავბრძანეთ ქალბატონი თამარ და საკმაოდ საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ძალიან აინტერესებს მარიამ კუკუნაშვილი, საიდან მოხვდი სუროგაციის სფეროში. მამა ჩემი გახლავთ დავბრძანდეთ ასე ვისაუბრეთ. ერთი წუთით ამას მოგახსენებთ. მამა ჩემი გახლავთ მეცნიერებათა დოქტორი ხელოვნური განაყოფიერების სფეროში და ეს საერთოდ ყველაფერი მედიცინაში იწყება ცნობის ერთი წუთით რას ყვეწლებს. თუ შეიძლება მაცადონ. ყველაფერი იწყება ცხოველებზე დაკვირვებებით, ცდებით და ასე შემდეგ. მამა ჩემი აწარმოებდა სუროგატი დედები სანამ იარსებებდნენ, არსებობდნენ სუროგატი ცხოველები და ჩვენ ამას ვაკეთებდით მეცხოველეობაში და მე დავნერგე შემდგომ ადამიანებში და მაგრამ დღეს პროფესია არ გადადის მემკვიდრეობით, ხო?
არც საქმიანობის სფერო. მე არ ვატარებ სამედიცინო პროცედურებს, მე არ გადამაქვს ემბრიონი სუროგატი დედის საშვილოსნოში, მაგრამ სუროგატის მეთოდი მე დავაარსე საქართველოში ადამიანებში, მაგრამ ამას მე მანამდე ვაკეთებდი ცხოველებში, იმასაც მოგახსენებთ, რა საჭირო იყო ეს ცხოველებში, ჯიშიანი ხოსანი სხვილფეხა ხოსანი პირუტყვის ემბრიონი გადაგქონდათ უჯიშო სხვილფეხა ხოსანი პირუტყვი, რა კი არ მოეცდინათ ორსულობაზე ჯიშიანი სხვილფეხა ხოსანი პირუტყვი. პირველად სპერმის გაყინვაც, სუროგატი დედებით, ემბრიონის გადატანაც ყველაფერი ხდებოდა მამაჩემის ლაბორატორიაში. ამიტომ მარიამ კუკუნაშვილს აღარ უნდა დაეწყო ეს საქმე. თუ შეიძლება მე დავტოვებ გადაწყვეტილებას. ჩვენ თხოვნა იქნებოდა რომ თქვენ ყოფილიყავით სტუდიაში, რათა მაყურებელს მიიღო ინფორმაცია, თუმცა სამწუხაროდ სამხედრო ინფორმაციის მოსმენა მოგვიწევს. ეს თქვენი გადაწყვეტილებაა. ხალხო მარიამ, მადლობა რომ შემოგვიერთდით. რეალურად კონფლიქტი რომელიც ახლა ეს მცირე მასშტაბებით ნახა მაყურებელმა წლებია უკვე გრძელდება თქვენს ორ ორგანიზაციას შორის. თქვენ მე რამდენადაც ვიცით ქალბატონმა თამარმა გიჩიულა და პროკურატურა რამდენიმე წელი იძიებდა თქვენს საქმიანობას. რა პრეტენზიები? ეს ქალბატონიო ჩემი ოჯახისთვის ცნობილია როგორც ტერორისტი, რადგან 3 წლის განმავლობაში გვატერორებდა, რასაც ქვია. თავიდან დაიწყო იმით, რომ 2008 წელს, როდესაც მე დავიწყე ამ სფეროში საქმიანობა, ამ ქალბატონმა დამირეკა და მითხრა, რომ ბურჯანაძე მოვიდო და მალე მთავრობაში და მე გამანადგურებდა. ამის შემდეგ უკვე შეიტანა საჩივრები, ეს უკვე 2009 წელს ხდება. ჯერ სუროგატი მოგრთამა და ჩემს წინააღმდეგ ტრაფიკინგის წინააღმდეგ აღძრა საქმე. რა თქმა უნდა, დაიწყო გამოძიებები, სასამართლომდე არ მისულა საქმე იქიდან გამომდინარე, რომ დადგინდა, რომ უაზრობა იყო ეს ყველაფერი. როდესაც ეს საქმე დამთავრდა, უკვე ამ ქალბატონმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიტანა საჩივარი. რას გედავებათ? რა არის დავის მიზეზი? ამ პრობლემასაც გააჩნიათ თავისი არგუმენტები. მე ვხარ, ჩემი პირველი და ერთ-ერთი პროფესია არის ფსიქოთერაპია და ვფიქრობ, რომ ეს ქალბატონი არის პარანოიდ დაავადებული, სხვადასხვა ვერ გამომაქვს, რადგან პარანოია არის დაავადება, რომლის დროსაც სხვა ადამიანების მოტივაციებში გეპარება ეჭვი, ხო? ყველა პრეტენზიას გააჩნია თავისი საფუძველი, ხო? ეს ყველაფერი ჰაერიდან არ მოდის. ბუნებრივია ქალბატონ თამარსაც ახლა მან შეიტანა ახალი შუამდგომლობა ჯანდაცვის სამინისტროში მიმართა მინისტრს თქონით, რომ რაღაცის რეგულაცია მოხდეს. ალბათ თქვენთან დაკავშირებითაც კონკრეტული პრეტენზიები ექნებოდა მას. რა კონკრეტული პრეტენზიები არ ქონდა, ჯერ როგორც გეუბნებით ტრაფიკინგის წინააღმდეგ, ან უნდოდა როგორც ტელეფონზე მითხრა და მე მუქრებოდა ჩემი განადგურება და ამისათვის აკეთებდა ყველაფერს. მიზეზი რა იყო? კონკურენცია? მიზეზი იყო კონკურენცია, თუმცა ახლა ნამდვილად ვერ აღვიქვა მე ამ ქალბატონს ჩემს კონკურენტად და არც თვითონ არ უნდა ჩათვალოს თავი ჩემს კონკურენტად. ელემენტარულად მის ვებგვერდზე რომ შეხვიდეთ, ნახავთ როგორ იწყება მისი ვებგვერდი. Hello, I am Tamara. ხალი რომ ესე საუბრობს, როგორ შეიძლება იყოს ის ჩემი კონკურენტი, ხო? გასაგებია, თუმცა ბუნებრივია ადამიანმა ინგლისური თუ არ იცის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს ცუდი. არა, მე იმას გულისხმობ, რომ მე მოღვაწეობ საერთაშორისო ბაზარზე და არ არიან ჩემი არეალი არ არის საქართველო, ხო? არ არის ეს ქალბატონი ჩემი კონკურენტი. ამის შემდეგ უკვე, როდესაც არ დამიჭირეს, რისი დიდი სურვილიც ჰქონდა, მან უკვე სოდის, კუდის წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. იქ წერდა, მე თვითონ მაქვს საკითხული ეს საჩივარი, რომ მარიამ კუკუნაშვილს ფარველობს მთელი სოდი, კუდი, პროკურატურა, ქალაქის სამმართველო და ასე შემდეგ. ამის შემდეგ უკვე ჩემი სუროგატები, მე თვითონ ამ მეთოდით მყავს 3 ბავშვი. როდესაც გაიგო იმის შესახებ, რომ სუროგატმა დედამ გამიჩინა და ამის შემდეგ უკვე შეიტანა ქალაქის სამმართველოში საჩივარი, იქ წერდა, რომ მე ეს ბავშვები მინდოდა გასაყიდათ და არ იყვნენ ესენი ჩემი და ჩემი მეუღლის გენეტიკური შვილები. საიდან გაჩნდა ეს ეჭვი? გეუბნებით დიაგნოზი გითხარით და სხვა მოტივი თქვენ თუ გაგაჩნიათ, თავად უნდა ყოფილიყო აქ და ეთქვა. ამის ძალიან დიდი მოლოდინი იყო, რომ ქალბატონი თამარი ბუნებრივად არჩებოდა სტუდიაში. ამის შემდეგ დაკითხვებზე გვატარეს, რა თქმა უნდა, ეს ჩემი 8 თვის ორსული სუროგატები, ექიმი, ანუ ამ ქალბატონს ყველას მიმართ აქვს პრეტენზია, უბრალოდ ესეთი ბუნება აქვს და გასაგებია, თუმცა ეს ქალბატონი სანამ სტუდიიდან გავიდოდა, მან მოასწრო ერთი კონკრეტული განცხადების გაკეთება, ის თქვენ გადანაშაულებთ, რომ როდესაც უცხოელ წყვილებს ემსახურებით არ ხდება მათი გენეტიკური მასალების გამოყენება. ანუ თავიდან ბოლომდე მიუხედავად იმისა, რომ კანონი უფლებას გაძლევთ, ეს ყველაფერი ხდება სწორედ დონორების დახმარებით. რამდენად გასაზრდიერებელია თქვენთვის ეს პრეტენზია? მოგახსენებთ, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად კანონი ნამდვილად არ გვიგრძელავს იმას, მაგრამ ჩვენი წყვილები ვინც არიან, ერთ-ერთი მშობელი მაინც არის გენეტიკურ კავშირში. გარდა ამისა, ჩვენც რომ მივცეთ ამის საშუალება, საელჩოები შემდეგ ითხოვენ დნმ-ის ტესტს. ბავშვს ვერ გაიყვანენ ვერანაირად, ჩვენ შეიძლება საქართველოს შეიძლება გასცეს დაბადების მოწმობა, რადგან ქართული კანონმდებლობა არ ითხოვს დნმ-ის პასუხს, მაგრამ საელჩო უკვე აღარ მისცემს ამ ბავშვს გაყვანის
საშუალებას. ანუ ესეც სრულად ლოგიკას მოკლებულია. კალვატონი რეალურად ხდება დნმ-ის ტესტის ჩატარება ბავშვზე, რომელიც საქართველოს ტოვებს თქვენთან. საკურველია არა მხოლოდ იმ ბავშვის ტესტის ჩატარება, რომელიც ტოვებს საქართველოს, არამედ ჩვენ არაერთხელ მოგმართეთ, როცა საქართველოსშივე ჩდება ასეთი ბავშვი. მე უბრალოდ შეგნებულად არ ჩავერთე დაველოდე დროს, როდესაც მე მომცემდით სიტყვას. რა საკურველია საქართველოს მოქალაქეს და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სახით, მისი დნმ ლაბორატორიის სახით აქვს საშუალება დაადგინოს თუ კონკრეტულად რომელი მშობლის ბიოლოგიური მასალა იქნა გამოყენებული ბავშვის ინვიტრო განაყოფიერების თუ სუროგაციის დროს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ერთადერთი ლაბორატორია რომელიც ადგენს თუ ვისი გენეტიკური მასალა ამ შემთხვევაში ბავშვი, ანუ როგორც მოგეხსენებათ, თანაბარწილად როგორც დედის, ისე მამის მემკვიდრული მასალა უნდა იყოს ან ერთ-ერთი მშობლის, ამის დადგენა საქართველოში უკვე 6 წელი ხდება. უშვილობის მკურნალობა საქართველოში გადაცემის ამ ნაწილის ბოლოს აუცილებლად გვინდა რომ ვისაუბროთ ამ თემაზე, იმიტომ რომ რეალურად დღეს საქართველოში უშვილობის მკურნალობას გვპირდება ყველა ექიმბაშიდან დაწყებული გინეკოლოგი დამთავრებული. მე მინდა ვნახოთ ჩვენი კორესპონდენტი ნანუკა ქაჯაის მიერ მომზადებული რეპორტაჟი თუ როგორ დგას გრძელი რიგები მარნეულში ერთ-ერთ მკურნალთან, რომელიც უშვილობის პრობლემის მოგვარებას პირდება პაციენტებს. ეს მარნეულელი ედგარ მამედოვია, 50 წლის ნათელმხილველი და მკურნალი. ამბობს, რომ თავისებური ლოცვით, ღმერთის ძალითა და ხელებით კურნავს ყველაფერს, მათ შორის უშვილობას. ასევე ის წმინდავს ადამიანებს შავი აურისგან. ედგარ მამედოვი დიაგნოზს შავი ნაჭრით, ანუ რენტგენის აპარატით სვავს. მარნეულელი მკურნალი 22 წელია, რაც ამ საქმიანობით არის დაკავებული და მთავარ მიღწევად იმ 700 ბავშვს ასახელებს, რომელიც უშვილო წყვილებს შეეძინათ. ეს ღმერთად ამოვიდეს ყველაფერი, ღმერთის ძალა არის. მე არა ვარ ეგრე ექსტრასენსი. ეს ღმერთთან ძალობა ორგანიზმი რა არის და ჩიხვი, თავი, თვალები, რა ვიცი, ეს უკაც ორგანიზმი როგორ ექიმე ეგრე მუშაობს. გიორგი რამდენი? მარინა მამედოვის უცნაური მკურნალობის მსურველთა რიცხვი დიდია. მასთან შესახვედრად რეგიონებიდან უამრავი ადამიანი ჩადის. საკმაოდ გრძელ სიაში რეგისტრაციას გადიან და თავის რიგს გვიანობამდე მოთმინებით ელოდებიან. ედგარ მამედოვთან მისული ადამიანები ამბობენ, რომ მისი მკურნალობის მეთოდი შველით და თანამედროვე აპარატურასა და ექიმებს არ ენდობიან. ადრე ცუდად ხდებოდი, ანუ ბევრჯერ შეიძლება 10 ჯეროს ჯერაც მკვდარი ყავ ცუდად, მაგრამ ეხლა დღეში ერთხელაც კი შეიძლება თქვა არა. უკვე ძალიან კარგად თავარდა თქვა. წელში გამშალა, გავიშალე წელში. სახსრების ემთქიოდა, თმებს ვერ ვივარცხნიდი, კლავებს ვერ ვიღებდი, მაგრამ საჭმელი რომ მეჭამა კოზით, საჭმას ვერ ავჭამდი, ემთქიოდა, და სეული მქონდა ხელები. ედგარ მამედოვი კურნავს ყველას და ყველაფერს, თუმცა მას აქვს გარკვეული შეზღუდვები. მასთან მისული წააწყდები აბრა, სადაც ჩამოთვლილია როგორი ადამიანები ვერ მოხვდებიან ცნობილ სახალხო მკურნალთან. პირები, რომლებიც არიან დაუბანელნი, ნასვამი ნაბახუსევზე. ქალები, რომლებიც არიან მსუბუქი ყოფაქცევის და ეწევიან. შესვლა აკრძალულია. უცნაურია მკურნალობის საფასურის გადახდის წესიც. თანხა ეზოში სპეციალურად განთავსებულ ყულაბაში იყრება. ედგარ მამედოვი საქართველოში ერთადერთი არაა, ვინც უცნაური მეთოდით კურნავს ადამიანებს. სოფელ ბადიაურში კიდევ ერთი ცნობილი მკურნალი ვალერიან აბულაშვილი ცხოვრობს. ვალიკო ექიმი კურნავს უშვილობას და პროსტატიტს, თანაც საკუთარი დამზადებული წამლით, გამხმარი ბუზით, ფუტკრითა და ყვავილებით. შარლატანი არ არის ესა. ჩემი ტერმინოლოგია რო არ მოგწონ. ბატონო არსენ, არ არის შარლატანი. ადამიანი, რომელზეც ახლა იყო საუბარი ნანუკა ქაჯაის რეპორტაჟში, მასთან დგას ძალიან გრძელი რიგები. ხალხი მიდის დილის 5 საათზე, ბინას ქირაობს მიმდებარე ტერიტორიაზე იმისთვის, რომ როგორ მოხდეს ამ სახალხო მკურნალთან. ის აძლევს გარანტიას, რომ მოხდება უშვილობის მკურნალობა. შეიძლება მსგავსი მეთოდებით, ხელის დადებით ან სახალხო მეთოდებით უშვილობის მკურნალობა? არ ხდება ეგ. ფსიქოლოგიური ფაქტორი მუშაობს. რა თქმა უნდა, ყველაზე მუშაობს. მეცაც გეტყვით, ჩემი გამოცდილებიდან 30 წლის მათ შორის ჟორდანიას ინსტიტუტში.
12% ეს ზუსტად არის დათვლილი. 12% პაციენტებისა, რომლებიც მოვიდნენ უშვილობის სამკურნალოდ ჯორდანიას ინსტიტუტში, 12% დაორსულდა თავისი. ჩვენ არაფერი არ გავიკეთეთ. ფსიქოლოგიური მომენტი მუშაობა. ფსიქოლოგიურმა მომენტმა იმუშავა. და შარლატანები სხვათა შორის ამ 12% ძალიან კარგად იყენებენ. შეიძლება დროში ისედაც არის კუმულაციური ორსულობის სიხშირე. ადამიანი, რომელიც არაფერს არ აკეთებს, ორსულდება 12%, რომელიც კურნალობს 25%, რომელიც სიტყვაზე ჯანმრთელად იკვებება და რეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვს, იქ სხვა ალბათობა. ანუ ეს ყოველთვის არსებობს, რომ შეიძლება არ ჩაერიო. თუმცა ეს ხდება უნებლიეთ და არა სახალხო მკურნალობის ჩარევის შედეგად. შეადარა ჯგუფს, სადაც არ ჩაერინეს, სტატისტიკა ისეთი რაღაცა მთელი მეცნიერება აქვს. ხალბატონ მარიამ, სანამ თქვენთან მოდიან პაციენტები იმისთვის, რომ თქვენ მათ გაუწევთ შუამდგომლობა, იგივე სუდოკატიდების მომსახურებით, ან სხვა სახის მომსახურებით, მანამ ისინი ბუნებრივია გადიან კურნალობის გრძელ გზას. რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტები ძალიან დიდ დროს კარგავენ არაეფექტურ მკურნალობაში? საქართველოში არიან ისეთი ექიმები, რომლებიც აზოოსპერმიას მკურნალობენ, თუმცა მესამე კურსის სტუდენტმა უკვე იცის, რომ აზოოსპერმია არ ინკურნება. ასევე არიან ისეთი ექიმებიც, რომლებიც ორმხრივი ჰიდროსალპინქსით ფერტილოსკოპიებს უნიშნავენ პაციენტებს და ძალიან ცნობილი ექიმები არიან და რიგები უდგანან, თუმცა ახლა ფერტილოსკოპი არის დათვალიერების მეთოდი და მაყურებლისთვის არის გაუგებარი. ანუ მილები არის სრულიად გაუვალი, ხედავს რენტგენზე ამას ექიმი და მაინც ფერტილოსკოპიას უნიშნავს. აი, სუსტად ორი კვირის წინაც მქონდა ასეთი შემთხვევა, მოვიდა წყვილი, სრული გაუვალობა იყო ორივე მილში, ორმხრივი ჰიდროსალპინქსი და გალუბლიშვილის კლინიკაში მქონდა დანიშნული ფერტილოსკოპია. რა თქმა უნდა, ახლა ამას ლაპარასკოპიის გარდა ვერაფერი ვერ უშველიდა, ხო? წყვილი იყო ძალიან გაჭირვებული და რატომ უნდა გადაახტევინო კიდევ 500 ლარი, როცა შეიძლება რომ წავიდეს და რაც მართლა ჭირდება ის გაიკეთოს. ალბათ სამედიცინო დეტალებზე ვერ ვილაპარაკებთ, მით უმეტეს როცა არ იცი პაციენტი და აქ შეიძლება ამ მეთოდმა რაღაც მეტი ინფორმაცია შეძის, ვერ გეთანხმებით, რომ აქ მარტო იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ ბრავად აუჯდა პაციენტს ერთიც და ბევრად მეტი უჯდება თუ არ მოვა ჩვენთან დროულად, რაშიც დრიგ შემთხვევაში დამნაშავეა ნამდვილად. იქ ოჯახის ექიმი იქნება, დაზღვევა იქნება დღეს, ვინც მათ ხელს არ უწყობს და არ უხსნის, რომ იცი თქვენ ეს გჭირდება. ანუ ხშირ შემთხვევაში ექიმები აძლევენ იგივე ასაკი ახსენა ბატონმა არსენმა და მე მქონდა ასეთი შემთხვევაც, რომ 60 წლის პაციენტს იგივე გალუბლიშვილის კლინიკაში ეფესაში 80 ქონდა და ციკლი არ ქონდა, ინსემინაციაზე ყავდათ დაბარებული. ადრე ქუთაისური გამოთქმა იყო, ექიმო 5 თუმანი და თუ არ მჭირს აპენდიციტი, ნუ გამიკეთებო. მე რომ ფული მაქვს, ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ გინდა თუ არა უნდა გავიკეთო. ლაპარაკია, რომ არსებობს ძალიან მარტივი, იგივე აი ეს გაიდლაინებს ხშირად ვახსენებ. ანუ ცივილურ ფორმას ჯერ პაციენტს სჭირდება ელემენტალური გარტყევა იმისა. ხალბატონი მარიამი ბატონ არსენ საუბრობს შემთხვევებზე, როდესაც პაციენტის შანსები არის ძალიან მინიმალური, თუმცა ამის მიუხედავად ექიმების მცირე ნაწილი ბუნებრივია არ საუბრობს ყოველთვის. სწორად საუბრობს და კარგად საუბრობს და გეტყვით რომ წყვილი იყო იმდენად ეკონომიურად ატყობოდა, რომ არ ქონდა საშუალება, მე თვითონ დაუფინანსე ლაპარასკოპიის ოპერაცია, როგორ უნდა თუ ექიმი ხარ ხო და თუ ადამიანი ხარ, როგორ უნდა დაუნიშნო ტყუილად იმას ფერტილოსკოპია, როცა არ ჭირდება, ხო? და მოდით ასე, ეს საკითხი აუცილებელია და სწორია. იმიტომ რომ ეური მეთოდიდან ერთ-ერთი ზოგჯერ მისთვის არის წარმატების გზა, მეორე შეიძლება ნამდვილად არ იყოს წარმატების გზა. ეს პროფესიული ნაწილია და ამ შემთხვევაში საექიმო განჯის სწორი განსაზღვრება. მეორე ნაწილიც არის, იცით, წეგან იყო რამდენიმე საუბარი, 6 კლინიკაა კიდე იხსნება, ამ ინვიტროზე იყო, გარდა ამისა არსებობს რეპროდუქციული სხვადასხვა კლინიკები. გადაყვა, მე ამ საკითხს და ჩვენ კლინიკაში ასე ვუყურებთ. თავიდანვე როდესაც ლაპარასკოპია პირველად დავიწყეთ მე და ჩემმა მეგობრებმა და სხვა შორის ამაში თავიდანვე გუშინაც თქვი ერთ-ერთ კონფერენციაზე ბატონი არჩილის როლი და საწყისში მნიშვნელოვანი იყო, რომ ის კი არ არის აი მოდი სხვას არ ვასწავლოთ და ჩვენ მე ვეუბნები და დღესაც უყოლას ვეუბნები. მატარებელი უჩვენოთ თუ ჩვენით აუცილებლად წავა. მხოლოდ რაც მეტი იქნება ასეთი კლინიკა, კონკურენტი კი არ უნდა ნახო მაინც და მაინც ბრმა თამაში. არამედ იყოს მომსახურების სერვისი უკეთესი. სერვისი უკეთესი, დონე უკეთესი, პროფესიონალიზმი უკეთესი. ბატონ არჩილთან მინდა გადავიდე სიტყვით, ბატონ არჩილ, რამდენად აქტუალურია პრობლემა, რომელსაც ხალბატონი მარიამი საუბრობდა, ანუ როდესაც შეუძლებელია წყვილის განკურნება, თუმცა ამის მიუხედავად მედიკოსების მცირე თუნდაც რაღაც ნაწილი მათ უნიშნავს კურნალობას, რომელიც აპრილში წერვა არაეფექტური იქნება. მე ისევ გავიმეორებ იმ სიტყვას, რომ ექიმებშიც არიან შარლატანები. რა თქმა უნდა, 60 წლის ასაკში და როდესაც ესე იგი საერთოდ არ აქვს შანსი, წმინდა ვალია ექიმისა. უნდა უთხრა იმას ეს ყველა. როგორ შეიძლება პაციენტის მე დარაზოს ავამტყობს არ უწოდებ. ვცდილობ რომ პაციენტი უფრო ნაკლებად ნაკლებ ტრავმას აყენებს. პაციენტის შეცდომაში შეყვანა, იმიტომ რომ ფული აიღო. შეუძლებელია, ამორალურია ეს.
მით უმეტეს ეს ყველაფერი არის სამორალური, თუმცა გარკვეულწილად მაინც ხდება. რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად ხდება. ძალიან ხშირად სამწუხაროდ. საუბედურო ჩვენ ძალიან გაცილებით უფრო მეტად ვიდრე დასავლეთის ნორმალურ ქვეყნებში. განსაკუთრებით რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში უშვილობით არავინ არ ხდება ეს. თუმცა ეს არის ძალიან ტკივნეული ბევრი ოჯახისათვის და ისინი მზადიან გაიგონ ბოლო რესურსიც კი იმისთვის, რომ ქალბატონი დარჩეს ფეხმძიმედ. რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქალბატონი რიკა, როდესაც მედიკოსები არაეფექტურ მკურნალობას ნიშნავენ აპრილში იციან, რომ ეს შედეგს არ გამოიღებს. იცით რა არის, მე რო ჩამოვედი ამერიკის შეერთებული შტატებში, ხშირად მქონდა ხოლმე ინტერვიუები და მაშინ ხშირად ვამბობდი, რომ სამწუხაროდ საქართველოში და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იწყებდნენ მკურნალობას არასწორი გზით, ანუ მამაკაცის უშვილობის გამო 20 და 21 წელი იყო წყვილი უშვილო. თუმცა არსებობდა ჟორდანიის ინსტიტუტში ინვიტრო განაყოფიერება იმ დროისათვის, მაგრამ არც ერთი ექიმი არ აგზავნიდა ჟორდანიის ინსტიტუტში აი ამ მეთოდით. დღესაც იგივე სიტუაცია. სამწუხაროდ დღესაც არის შემორჩენილი, როდესაც მამაკაცის უშვილობას და გვიან გავშირდებიან პაციენტები და არასწორი მკურნალობის გამო მათ შეიძლება საერთოდ აღარ ეყოლათ. ანუ ისინი კი არ გავენწლებს მიუხედავად საერთოდ 2 წელიწადზე მეტი უცხოეთში არ ხდება კონსერვატიული ანუ მედიკამენტოზური მკურნალობა პაციენტის 2 წელი თუ არ აქვს შედეგი მაქსიმუმ 2 წელიწადში. შემდეგ უკვე აგზავნიან ხელოვნურ განაყოფიერებაზე. აქ ამას ძალიან იშვიათი ექიმი აკეთებს. ურჩევია 10 წელიწადი მკურნალოს ინფექციებზე, ბაქტერიებზე და ასე შემდეგ დაუსრულებად ისე რომ არ იცოდეს რა მდგომარეობა აქვს მილებში, არ იცოდეს FSH-ში რამდენია და 10 წელი და 15 წელი დააკარგულოს. ეს არაკეთილ სინდისიერი მიდგომაა, რაც თქვა ქალბატონო. ბუნებრივია, ეს არის პრობლემა, რომელსაც თავს ვერ ავარიდებთ. ჩვენ ვეცადეთ, რომ უშვილობის თემა მაყურებლისათვის გვეჩვენებინა სხვადასხვა რაკურსით. თუმცა ბუნებრივია, ამ თემაზე შეიძლება ძალიან დიდ ხანს კიდე საუბარი, მაგრამ გადაცემის დრო და ქრონომეტრაჟი ამის საშუალებას არ გვაძლევს. ძალიან დიდი მადლობა მათთვის შემოგვერდეთ და გადაცემის ეს ნაწილი ჩვენთან ერთად გაატარა. გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვერდებიან ქალბატონები, რომლებმაც საკუთარი შვილები მარტოებმან გაზარდეს, რამდენად რთულია ხვედრი იყო მარტოხელა დედა და ასევე ქალბატონები, რომლების მეუღლეები ან ყოფილი მეუღლეები ან მეგობარი მამაკაცები უბრალოდ არ აღიარებენ, რომ შვილები არიან სწორედ მათი. ამ აქტუალური თემების შესახებ რეკლამის შემდეგ ვესაუბრებთ. რეკლამა გაივლის, მალე არ გადახდოთ. გამაღლე რით გასახელე ვარ შენი მიწის ერთი მესტვირე დაგრძალვით ვუმღერ შენს მინდორ ველებს ვარ შენი ზეცის მცირე ვარსკვლავი შენთვის ვანათებ განელს ერთი სხივი ჩემი სიცოცხლის შემადებოდეს შენს მინდა ნათელს დედამ ქართლისა მე შვილმა შენმა ვითა გამაღლე რით გასახელე ვარ შენი მიწის ერთი მესტვირე დაგრძალვით ვუმღერ შენს მინდორ დედავ ქართლისა რით მოგებერო მე შვილმა შენმა მომღერალი
მღერალი ანისილაძე მივესალმოთ მას რეკლამამ გაიარა მალე მადლობა რომ არ გადარჩეთ და იყავით ჩვენთან ერთად გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ საუბრობდით საქართველოს ზოგადად უშუალობის პრობლემის შესახებ გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ რამდენად რთულია მარტო გაზარდოს დედამ შვილი და ვისაუბრებთ ასევე ქალბატონების შესახებ რომლებსაც აქვს ყველაზე მთავარი პრობლემა როდესაც მამები არ აღიარებენ საკუთარ შვილებს და რა ხდება ამ შემთხვევაში მადლობა რომ შემოგვერთით ანი დედასთან ქალბატონ ნინოსთან ერთად შემოგვერთდა სტუდიაში ქალბატონ ნინო მე ვიცი რომ ცხოვრების გარკვეულ პერიოდში იყო დრო, როდესაც თქვენ მოგიწიათ ანის მარტო გაზრდა. ნამდვილად იყო ეს ეტაპი, დაახლოებით 1 წლიანი ეტაპი, როდესაც ნამდვილად მარტო მომიწია ანის გაზრდა. ნუ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სირთულეები იყო, ყოველთვის ახლავს მარტო როცა ხარ ადამიანი გარკვეული სირთულეები ცხოვრებას, მაგრამ მე ყველანაირად ვცდილობდი, რომ აი მე თვითონ მოვრეოდი ამ სირთულეებს, რომ მე შემდეგ ჩემი შვილის წინაშე წარმდგარიყავი უფრო ლაღი, უფრო ისეთი ყველაფერი გამეიოლებინა და აქედან გამომდინარე უკვე ანიც რო ხედავდა, რომ მე აი სულიერად ძალიან ისე ვიყავი, არაფერი რა მოხდა, აი ყველაფერს ძალიან უბრალოდ უყურებდი, ალბათ ამანაც ეს გაითავისა და ეს პერიოდი მისთვისაც შედარებით უფრო იოლი გახდა. ძალიან დიდი მადლობა ანი, რეალურად გვინდა თუ არ გვინდა ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ, ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი არის, როდესაც ყოველთვის ჭორავენ სხვებზე, ყოველთვის საუბრობენ სხვებზე, ყოველთვის არჩევენ სხვის ამბავს, ჩვენ ცხოვრობთ საზოგადოებაში. კონდა თუ არა იგივე ამ პერიოდში, როდესაც დედას უწევდა მარტო შენი გაზრდა, იგივე საზოგადოების მხრიდან იყავით თუ არა განსჯის საკანი, რომ მას არ ყავს მამა, ან რაღაცა პრობლემა აქვს, ან რაღაცა ის გიქმნიდა თუ არა ეს ყველაფერი ხმები შენ დისკომფორტს? არა, სხვათა შორის მინდა ვთქვა პირიქით, იმიტომ რომ სადაც არ წავსულვართ, ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ნუ შენ რო დედა ყავს, ეს არის ძალიან იშვიათი და მეც იმდენად ძლიერია, პირველად ამბობ ამას ეთერში. იმდენად ძლიერია, რომ რო არ იყოს ესეთი, ალბათ მე დღეს არც აქ ვიჯდებოდი და არც იმიტომ რომ მქონდა ისეთი პერიოდები ხოლმე, რომ საერთოდ თვლიდი რომ რაღაც ყოველფრისთვის თავი უნდა დამენებებინა, მაგრამ იმდენად ძლიერია და იმდენად ჩამიდო თავში რომ შენ უნდა გაძლიერდეთ და რაღაც მე ვთვლი რომ როდესაც დედას მარტო მოუხდა, ანუ ის პერიოდი ჩემი გაზრდა, მამაც იყო და დედაც. ამიტომ არასდროს არ მიგწნია რომ ხაჭ ვიყავი, მამა არ იყო ჩემს გვერდით. ძალიან დიდი მადლობა ლენუკა კიფშიძე შემოგვერდა სტუდიაში, ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. ლენუკა, შენს შვილს ზრდი მარტო. კი, ნუ მარტო როგორ ხარ, მე ცხოვრობ დედასთან და მამასთან და მაქსიმალურად ხა მე ძალიან პატარა მყავდა ნიკუშა, რომ გავცილდით ერთმანეთს, წლიან ხელის იყო და იქიდან მოყოლებული თითქმის მე დედა ჩემ და მამა ჩემ მეხმარებიან. რა თქმა უნდა, რომ გაიზარდა ნიკუშა მე უფრო და უფრო დაახლოვდა მამამისთან, მაგრამ ასე ვთქვათ, რომ მამა ჩართული იყო და ესე იზრდებოდა მაინც ისეთ გარემოში და სტრესი არ მიიღო ბავშვმა, მაგას ვერ ვიტყვი. რა სტრესი იღებს ბავშვი, როდესაც იზრდება მხოლოდ დედასთან? ეხა ეს ჯვარიმწერი არ მაქვს ის გამოცდილი, მაგრამ მაინც სტრესია, იმიტომ რომ მამას თავისი როლი აქვს, დედას თავისი და აქედან გამომდინარე ბავშვი ისტრესება. ვერ ხედავს მამას, მე კითხვა უჩდება, რატო არ არის მამა ჩემთან და ნუ მაქსიმალურად მე კი ვცდილობდი და ვაკეთებდი იმას, მე რაც შემეძლო, მაგრამ ნუ მაინც ისტრესება ბავშვი ასეა თუ ისე. ძალიან დიდი მადლობა ლენუკა. ჩვენ სტუდიაში მომღერალი თამთა გოგოაძე შემოგვერდა, რომელიც ტელეეკრანზე ძალიან დიდი ხანი არ გამოჩენილა თამთა. ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვერდი. ძალიან ბევრი ქალბატონი ქალბატონი მაშინ როდესაც იღებს გადაწყვეტილებას რომ გაქორწინდეს თუ არა თავის მეუღლესთან, პირველი ყოველთვის ფიქრობს თავის შვილზე. და ძალიან ბევრია დღეს საქართველოში, რომლებიც ინარჩუნებენ ოჯახს მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვმა იცხოვროს სრულყოფილ გარემოში, ანუ საუბარია დედასთან და მამასთან ერთად. თუმცა შენ ეს მოსაზრება ვერ არ გაითვალისწინე. არა, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. იცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ სრულყოფილი გარემო არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამის გამო შეინარჩუნე ოჯახი, რომ ბავშვმა ნახოს დედას და მამაც ერთად. ჯობია იყვნენ ცალ-ცალკე და ის კონფლიქტებს იქნება თუ რაც იქნება, ანუ არ შეესწრონ. ეს არ არის სრულყოფილი გარემო, იმიტომ რომ ერთ ჭერქვაში ცხოვროს დედამ და მამამ. პირიქით, უფრო სრულყოფილია, როცა რაღაც დედა მარტო, ანუ ცალკე არის, მამა ცალკე არის და ორივეს ნახულობ, დედაც ყავს და მამაც ყავს. ჯობია ესე ცალ-ცალკე ვიდრე ერთ ჭერქვეშ და არა სრულყოფილი გარემო. მე არანაირი ისეთი ჩხუბი და რაღაცები არ ყოფილა, უბრალოდ ესე მოხდა. ლუკა იყო წლის და 3 თვის, რომ ასე ვთქვათ, დავანგრიე ოჯახი.
მაგრამ ვთვლი რომ ესე უფრო უკეთესი იყო პირველ რიგში ჩემი შვილისთვის, შემდეგ ჩემთვის და გარშემო მყოფებისთვის რომ ესე მოხდა, იმიტომ რომ უფრო კარგად გრძნობდი თავს და უფრო სრულყოფილად და უფრო რაღაცა ისეთი ჯანსაღი გარემო იყო ბევრად ვიდრე მანამდე. მაგრამ მაინც იცი რას ვფიქრობ, რომ რთული არასოდეს არ არის, როცა ესეთი განძი გრჩება შენ. რადგანაც ლუკა ჩვენთან ერთად იმყოფება სტუდიაში, მე აღარ ჩაუღმავდები ამ თემის განხილვას, ბუნებრივია, ვიმსჯელოთ ზოგადად იმ თემის შესახებ ქალბატონებზე, რომლებიც მათ საკუთარი შვილები გაზარდეს. მარტო ემა ქალბატონი თამარ, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგთანხმდით და მონაწილეობას იღებთ ჩვენს გადაცემაში. როდესაც ქალბატონი იღებს გადაწყვეტილებას, რომ გაცილდეს საკუთარ მეუღლეს და შემდეგ თავადვე აცნობიერებს ტვირთს, რომ მან უნდა გაზარდოს შვილები მარტო, ეს არის ერთი ფაქტორი, მაგრამ არსებობს ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელობებიც, რის გამოც გიწევს შვილების მარტო გაზრდა. რამდენად რთულია ამ ყველაფრის ჯერ გადალახვა და შემდეგ უკვე გაგრძელება ამ იცით რა რთული არ ვიცი ალბათ მე საერთოდ არ წვიტავ რთულად რაღაცას და არ ვფიქრობ ძალიან ბევრს ამას რა მოყვება მე წვიტავ იმ წუთში იმ მომენტში და არა მაქვს მე განცობა რომ რა მოყვება ამას და საერთოდ მომხრევარი იმისა თუ ის უკვე გძნობ რომ ის ოჯახი არ შენარჩუნდება და იმიტომ რომ ბავშვები გაიზარდონ რაღაც ამ ატმოსფეროში მეც ვთვლის სწორად აი თამთასნაირად რომ ის ალბათ უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ არაჯანსაღი ოჯახის ყოლას ჯობია არ ყავდეს. და ამიტომ იცით რა იღებ გადაწყვეტილებას ალბათ აღარ გიყვარს ის ადამიანი და ღებულობ გადაწყვეტილებას ადამიანი რომელიც არ გიყვარს იმასთან ერთად ცხოვრება საკმაოდ რთულია ამაში ბავშვებიც ერევიან და ამიტომ ჯობია რომ რაღაცნაირად ესე გააკეთო და იცით რა რთული არის მაგრამ მე სწორედ ძალიან ქალბატონმა რომ უნდა იყო დედაც, მამაც, ყველაფერი გადასარევია, როდესაც ოჯახში ყველა ერთად არის. მე ეგეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც იყო უამრავი ბავშვები, შვილები, შვილიშვილები, მამა ასაკი დიდი იყო და ესეთ ოჯახში, მაგრამ მე თვითონ ბავშვებს მოვაკელი, არ ვიცი, შეიძლება არც მომიკლია. არავინ არ არის. თუმცა ქალბატონ თამარ ძალიან ხშირია შემთხვევები, მით უმეტეს ბოლო პერიოდში, როდესაც მეუღლები ერთმანეთს ცილდებიან და შემდეგ მამას ბავშვთან ძალიან იშვიათად აქვს კონტაქტი საკუთარი სურვილით. ეგ მამის პრობლემაა, სურვილი უნდა გააჩნდეს მამას. ეხლა როდესაც მამას ერთხელ, ორჯერ, 10 ჯერ გაატანდა ბავშვებს, ხო? და მე ნუ მე-11 და მე-12 არ მოდის, ეს უკვე მაგის პრობლემაა და ბავშვებს არ ნახულობს და არ იზრდება. რამდენად რთული იყო თუნდაც თქვენი შვილებისათვის ამ ყველაფრის გადალახვა, როდესაც არ იყო სასიამოვნო სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ თავიდან ქონდათ მამასთან კონტაქტი სრულიად ჩვეულებრივად, მამა მოდიოდა ჩვენთან, სადილობდა, მიდიოდა, ასე შემდეგ და ძალიან მეგობრული. მე რაღაც აირია, ასე ვთქვათ. და იცით რა არავის მიზეზი იქ არასოდეს არ მეყვარს ვიღაცაზე რაღაცის გადაბრალება. ნუ მოხდა ესე რომ მამამ შეწყვეტა ურთიერთობა და საკმაოდ იცით რა რაღაცნაირად განიცადეს რასაკვირველია ბოლო მოუყვები აი ამას ერთხელ და სამუდამოდ ერთ-ერთ გადაცემაში მამას ყავდა თავისი ოჯახი და 2 ქალიშვილი შემდეგ ქორწინებაში და განაცხადა ესენი უყურებდნენ ამ გადაცემას არ ვიტყვი რა გადაცემა იყო და რომელ არხზე გარკვეული წლების წინ საკმაოდ პატარები იყვნენ რუსიკო და ნინუცა მამამ თქვა რომ მე მყავს 2 ქალიშვილი და დაასახელა ბოლო 2 გოგოს სახელი. აი მაშინ გადაწყვიტეს ჩემაშო სულ მეკითხებიან რატომ არიან მაყაშვილის გვარზე. აი მაშინ იყო ბავშვების გადაწყვეტილება რომ ჩვენ გვზრდის დედა, ბიძა, ბებია და ასე შემდეგ მაყაშვილების ოჯახი და ჩვენ გავხდებით თუ შეიძლება მაყაშვილები. კი ბატონო უთხარით ჩვენ და მას მერე არიან რუსიკოც და ნინოცაც მაყაშვილის გვარზე. ძალიან რთულია და ალბათ მაყურებელის ნამეთახმება, როდესაც თუნდაც ცხოვრების ტრამებს იღებს ბავშვი, მე რთულია ამ ყველაფრის მისთვის. ხო, მაგრამ სილაღეში გაიზარდნენ მაინც, იმიტომ რომ ჩვენი ოჯახი არის ძალიან ლაღი, molxenili, ძალიან მრავალრიცხოვანი და იცით რა იგივე აი ამის ხარჯზე ყოველთვის გამოდიოდნენ და ალბათ რაღაცა შეიძლება სადღაც აქვთ ორივეს გულის სიღრმეში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არასოდეს არ ვლინდება ამ იმითი, რომ რაღაცა დაკომპლექსებული ყოფილიყო. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თამარ. ახლა კი ჩვენ გვინდა ერთი კონკრეტული ისტორია მოვისმინოთ. სტუდიაში დავაპატიჟებთ ქალბატონ ნინოს, რომელსაც ყავს 1 წლის ბავშვი. დღეს ბავშვებისა ჩვენს ტელევიზიის სტუდიაში ქალბატონ ნინო მოდიოდა მან აღმოაჩინა რომ შემდეგ უკან დასაბრუნებელი ადგილი აღარ აქვს. ჯერ არ იცის სად დაბრუნდება, რადგანაც ბავშვს მამა არ აღიარებს, ქალბატონ ნინოს კი საშუალება არ აქვს რომ იჩინოს თავი და კონდეს თავშესაფარი. გადაცემის დაწყებისთანავე ჩვენი პროდიუსერები ბუნებრივია სახელმწიფოს რომლის სააგენტოს გაუკავშირდნენ, მათ დახმარება აღნიშნეს და ჩვენი იმედი გვაქვს რომ ჩვენი სტუდიის შემდეგ ის ქალაქ რუსთავში, დედათა და ბავშვის თავშესაფარში მოახერხებს ცხოვრების გაგრძელებას. მანამდე კი ქალბატონ ნინოს ისტორია მოვისმინოთ და შემდეგ ამ პრობლემის შესახებ ვიმსჯელოთ.
ნინო ბავშვთან ერთად მოვიდა სტუდიაში ერთადერთი მოტივით. ეს მისი თხოვნა იყო, რომ უნდადა რომ ბავშვის მამას, რომელიც ამ ისტორიას ახლა სატელევიზიო ეთერიდან მოესმენს, პირველად მაინც ენახა საკუთარი შვილი. ნინო, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ შენ იქნები პირველი ქართველი ქალბატონი, რომელიც ჩვენს მეუღლეს უჩივლებ. იმის გამო, რომ ის არ აღიარებს საკუთარ შვილს. მოგუყევი, რა სამართლებრივი პროცედურები დაიწყო და რეალურად რა პრობლემები შეგექმნა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინე, რომ ხარ ფეხმძიმე? პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ, რომ მომეცითო საშუალება, რომ ესაუბრა თქვენს გადაცემაში და მომსულყა. მეორე პროცედურები მადლობას ვხდი ასევე იმ ადამიანს, ვინაც შეიმუშავა ეს კანონი და დაადგინა. ჩვენ ვაპირებთ, ვინაიდან მან ამის ჩემი შვილის მამამ არ ისურვა ჩემთან საუბარი საერთოდ ამ ბავშვის შესახებ, მე გადავწყვეტი, რომ კანონის ძალით ველაპარაკო მას. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, მე დავრჩი მასთან მისგან ორსულად, როდესაც ორი თვის ორსული გახდით. და როდესაც უთხარი რომ მე მისგან შვილს ველოდებოდი, მან თქვა რომ მე ეს ბავშვი არ მაინტერესებს, არ მინდა. მაშინ დასრულდა ჩვენ შორის ურთიერთობა. მე არ დამიკარგავს იმედი და მაშინ გადავწყვეტი რომ მე ამბავს გავაჩენდი და ყველაფერს გავაკეთებდი მისი კეთილდღეობისათვის. დღესდღეობით ისეთი მძიმე მდგომარეობა არის ჩემს ცხოვრებაში, სწორედ ამიტომ გადავწყვეტი გადაცემაში მოსვლა. და დღეს მამა აღარ აღიარებს შვილს. ჩვენ დაურეკეთ დაახლოებით 1 კვირის უკან ბოლოჯერ და მან თქვა რომ მე ეს ბავშვი არ მინდა, ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ მინდა. აქედან გამომდინარე თქვენ შეგაქვთ საერთოდ ჩვენ შეგვაქვს მუშაობთ ამ და რამოდენიმე დღეში ალბათ შევიტანთ საქართველოში ამ ყველაფერს. პირველადი პროცედურა, რომელსაც გადიახ ყოველ შემთხვევაში წყვილები არის დნმ-ის ანალიზი. ხალხთან ნინო თქვენთან მინდა გადმოვიდეთ სწორედ კითხვით. რამდენად ხშირად მოგმართავენ თქვენ იგივე მამობის დასადგენად თხოვნით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და ვინ არის ხოლმე ამ შემთხვევის დროს ინიციატორი? მე ვიცი არის შემთხვევები, როდესაც დედამთილებსაც კი მიყავთ ბავშვები, იმისთვის რომ დაადგინონ ნამდვილად არის თუ არა მათი შვილის შვილი. ჩვენ 6 წელია რაც გენეტიკურ ექსპერტიზებს ვატარებთ ბიოლოგიური მამობის დასადგენად. რა თქმა უნდა, თავიდან როცა ლაბორატორია ჩამოყალიბდა, ეს იყო ერთეული შემთხვევები, შეიძლება ყოფილიყო წელიწადში 10 ან 15 ასეთი შემთხვევა. მაგრამ ბოლო წლებში მინდა გითხრათ, რომ მაჩვენებელმა მოიმატა, ეს ალბათ იმის ბრალია, რომ მოსახლეობაშიც გაიზარდა ინფორმატიულობა. მოსახლეობას აქვს ინფორმაცია და მოქალაქეს, რომ მას შეუძლია ძალიან თავისუფლად თავისი სურვილის ფარგლებში არა მაინც სასამართლოს გადაწყვეტილებით მომართოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ჩაიტაროს ეს გენეტიკური გამოკვლევა. ვისი ინიციატივით მოდიან ხოლმე თქვენ? ინიციატივა შეიძლება რიგით მამოქალაქემაც გამოიჩინოს და რასაკვირველია სასამართლო არის ინიციატორი ხშირ შემთხვევებში ასეთი ტიპის ექსპერტიზების. შესაძლებელია დავკონკრეტდეთ, როდესაც რიგითი მოქალაქეები ან ოჯახი იჩენს ინიციატივას. ამ შემთხვევაში სწორედ დნმ-ის ანალიზი გლობალურ ოჯახურ კონფლიქტს აგვარებს, ანუ ეჭვების გაბათილების ერთ-ერთი გზა არის. შემთხვევაში აგვარებს და ეს ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ როდესაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იბადება ბავშვი, იქ უხშირესად მამაკაცს უჩნდება ბევრი კითხვები, რადგან ქალმა მაინც იცის თუ მას განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ერთი პარტნიორი ყავს, ვისგან ელოდება შვილს. როდესაც რეალურად ბავშვი ჩნდება, ან სულაც ორსულობის პერიოდში, რომლის დროსაც მე-9 კვირაზე ჩვენ ასევე შეგვიძლია დავადგინოთ ამნიონური სითხის გამოყენებით, ვინ არის მომავალი ბავშვის ბიოლოგიური მამა ჯერ კიდევ დაბადებამდე. იმ შემთხვევაში, როცა უკვე ბავშვი დაბადებულია, მოგმართავს ახალგაზრდა წყვილი, ბავშვს ჯერ ისევ დედის გვარი აქვს, ისინი არარეგისტრირებულ ქორწინებაში არიან, როგორც გითხარით. და მას შემდეგ რაც ისინი ექსპერტიზის დასკვნის სახით ღებულობენ პასუხს, რომ ბიოლოგიური მამობა დადასტურდა, ძალიან ხშირად ასეთი ოჯახები ისევ ერთდება, ისევ იქმნება მათ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მოდიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ეხმარება სწორედ ექსპერტიზა. ძალიან ხშირად მამაკაცის სურვილია ჩატარდეს ეს გენეტიკური ექსპერტიზა. ძალიან დიდი მადლობა. მე ვიცი, რომ ღირებულება ექსპერტიზის საკმაოდ სოლიდურია. ამ შემთხვევაში ვინ ფარავს ხოლმე კონკრეტული ექსპერტიზის ხარჯებს? როდესაც წყვილი თავისი სურვილით მოდის, რასაკვირველია იმათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ ერთმანეთში ვინ იხდის ამ თანხას. შეიძლება ორივემ გაინაწილო. სასამართლო, ვისაც დააკისრებს, ის არის ვალდებული გადაიხადოს ეს თანხა. ეს პრობლემა არის ჩვენი სტუმრის შემთხვევაში, როდესაც მას არ აქვს საშუალება რომ გააკეთოს გენეტიკური ექსპერტიზა, რის გამოც ეს პროცესი ჭიანურდება. ნინო, დღეს შენ არ გაქვს ელემენტარული ღამის გასათევი ადგილი. რეალურად არ გქონია იგივე თხოვნა შენი
მეუღლის მიმართ, რომ ყოფილიყო თუნდაც ბავშვის უზრუნველყოფა, იგივე მისი ოჯახისთვის არ მიგიმართოს, იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მამები არ აღიარებენ შვილებს, თუმცა მისი მშობლები იღებენ მის გაზრდაზე პასუხისმგებლობას. რა საკვირველია მივმართეთ, თუმცა მათი მხრიდან აბსოლუტურად აგრესია და კატეგორიული უარი მოდის. პირდაპირ ასე, ჩვენ ეს ბავშვი არ გვაინტერესებს. და რაც გინდა, როდესაც სულად ვიყავი, მე ჩემი შვილის მამის დამ ესეც კი მითხრა, თუ გინდა გაყიდე ეს ბავშვი. ეს ჩვენ არ გვანა. რას იზავ ეს შენი საქმე არის. ანუ გამოდის რომ არ უნდათ. გარდა ამისა, მინდა ძალიან მიჭეს, როდესაც ამაზე საუბრობ და ესეთნაირად ჩემ მშობელზე, მაგრამ სამწუხაროდ ჩემ მშობლებმაც ვერ გაითვალისწინეს ჩემი ასეთი მდგომარეობა და გამიმეტეს ძალიან დიდი სირთულეებისათვის. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ, ვიხედები ირგვლივ და არც ვიცი, საიდან შეიძლება გამოსავალი გამოჩნდეს. მე გადაცემის 3 წლის დასაწყისში ვთქვი, ჩვენი თხოვნა იყო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიმართ, ქალბატონ თამარ მახარაშვილს ვესაუბრეთ და მაგ გითხრა, რომ შენ შეძლებ, რომ რუსთავის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გააგრძელოს ცხოვრება. მე მინდა მას მადლობა გადაუხადო, მანამდე კი ქალბატონ ეკა სამაგნებთან გადავაკითხოთ. ქალბატონ ეკა, რამდენად ხშირია მსგავსი შემთხვევები, როდესაც აწყდებით პრობლემას, რომ დედა ბავშვთან ერთად არის ქუჩაში და შემდეგ უკვე იგივე სოციალურ მუშაკებს, იგივე ზრუნვის სააგენტოს ან სხვა უწყებებს უწევთ უკვე ძალიან დიდი მუშაობა, რომ მათთვის ელემენტარული თავშესაფარი უზრუნველყო. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ხდება ხოლმე შემთხვევები, რომ მშობლებს, მარტოხელა დედებს ძირითადად აქვთ რაღაცა კრიზისული პერიოდი და მათ სჭირდებათ დახმარება და თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან. თავშესაფარი, რომელზეც ახლა იყო საუბარი, ზუსტად ამ მიზნისთვის არის განკუთვნილი. თავშესაფარში განთავსების შემდეგ დედასთან იწყებს მუშაობა სოციალური მუშაკი, ხდება მხარდაჭერა, გაძლიერება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ დედამ შეძლოს დამოუკიდებელი ფუნქციონირება. სახელმწიფო პროგრამები ჩვენს ხელთ არსებული, ასევე არასამთავრობოს მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც გვეხმარებიან ასევე იმისათვის, რომ მოვახდინოთ ოჯახების გაძლიერება, არის ზუსტად მიმართული იმისათვის, რომ დედამ არ მიატოვოს ბავშვი, მან შეძლოს ფუნქციონირება ჯანსაღი და იქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვი აღზარდოს თვითონ. ამისათვის, როგორც გითხარით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მუშაობენ სოციალური მუშაკები, მუშაობენ ფსიქოლოგები და ძალიან ბევრ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს წარმატებული. დიდი მადლობა ქალბატონ ეკამ, დედამ არ მიატოვოს ბავშვი და ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. სწორედ ეხლა ვინმე გავაგრძელოთ გადაცემაში საუბარი ქალბატონებს, რომლებმაც ბავშვები მიატოვეს და ბავშვები, რომლებიც არიან ბავშვთა სახლებში. მე მინდა დავამშვიდობები ის პატარასთან ერთად არის სტუდიაში და ორივე ხილე იყო მისი ყოფა. ესე შეიძლება გახდეთ. ქალბატონ ეკა, ბავშვები, რომლებიც ახლა იმყოფებიან ბავშვთა სახლებში. რეალურად გაშვილების თემაზე საქართველოში ძალიან ხშირად იმართება დისკუსია. ძალიან ბევრ ადამიანს უნდა შვილის საყვანა, თუმცა ვერ ახერხებს. რა არის ამ რთული იურიდიული ბერკეტებისა და გზის მიზეზი? გაშვილება მართალს ბრძანებთ, არის ეს სფერო, რომლის მიმართაც ყოველთვის იყო და არის განსაკუთრებული ინტერესი. არავის არ არის უცხო ის ფაქტი, რომ მრავალი წლის განმავლობაში გაშვილება და შვილათაყვანა იყო აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და მრავალ გარიგებასთან იყო დაკავშირებული. რამოდენიმე წელია, რაც საქართველოში დაიწყო ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმა, რომლის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებას წარმოადგენს გაშვილებასა და შვილათაყვანასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირება. სახელმწიფომ ძალიან ბევრი დადებითი ნაბიჯი გადადგა და ძალიან მძლავრი მექანიზმები აამუშავა იმისათვის, რომ ეს სფერო მთლიანად მოქცეულიყო საკანონმდებლო ჩარჩოში და ასევე გამხდარიყო მაქსიმალურად გამჭვირვალე. თუმცა გარკვეული ბარიერებით შექმნა. ბარიერებზე ვერ დაგეთანხმებით და მოგახსენებთ, რა პროცედურები არსებობს იმისათვის, რომ დავრეგისტრირდეთ და შვილად ავიყვანოთ ბავშვი. სარეგისტრაციო პროცედურები არის ძალიან მარტივი და ეს გამარტივებულია ისევ და ისევ ამ რეფორმის ფარგლებში. მოქალაქე, რომელსაც სურს შვილად ავიყვანოს ბავშვი, უნდა მიმართოს და მეურვეობის და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს და შეავსოს განაცხადი. განცხადების საფუძველზე ხდება მისი დარეგისტრირება ერთიან რეესტრში. ეს გასაგებია ქალბატონ ეკა, მაგრამ ახლა გვაქვს სიტუაცია, რომ ბავშვთა სახლებში ბავშვები არიან. ასევე არიან რიგში ადამიანებიც, თუმცა ხომ არ ფიქრობთ, რომ გადასახედია თავად მიდგომა, როდესაც მაგალითად ჩვენ გადაცემაში ერთ-ერთი ქალბატონი დაგვიკავშირდა, რომელიც გვიყვებოდა თავის ისტორიას, როდესაც დედა წავიდა თურქეთში, ბავშვი მიატოვა, არ მოიკითხა 1 თვე, 2 თვე, 3 თვე, 4 თვე და ახლა იმ დედის თანხმობა არის საჭირო. ანუ რთული დიდი პერიოდის გავლა იმისთვის, რომ ეს ბავშვი სხვას მისცენ, თუ დედა მიატოვა ის და გაიმეტა, მაშინ რატომ არის ეს რთული პროცედურები საჭირო? გასაგებია, მართალს ბრძანებთ, საქართველოში მართლა ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება დგას რიგში და ელოდება ბავშვის შვილად აყვანას. ეს არის დამახასიათებელი ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყნისთვის. ჩვენ ვახსენე რეფორმა მიმდინარეობს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის
რეფორმის რეფორმა, რომლის პრიორიტეტს წარმოადგენს დავიცვათ ბავშვის უფლება, რომ ის ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. და თუ ეს არის ბიოლოგიური ოჯახი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია და ამ მიმართულებით მიმდინარეობს ჩვენი მუშაობა. რეფორმის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია სტატისტიკურადაც ვისაუბროთ, 5200 ბავშვი იყო სახელმწიფო მსურველობის ქვეშ და დღეს ეს რაოდენობა დიდი ზომის ინსტიტუციებში შემცირებულია 300-მდე. ძალიან ბევრი ბავშვი დავაბრუნეთ ბიოლოგიურ ოჯახებში. ანუ ჩვენთვის პრიორიტეტი არის ის, რომ რაზედაც წეღან გესაუბრეთ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჩვენი პრიორიტეტი არის ის, რომ შევქმნათ მექანიზმები იმისათვის, რომ ბავშვები დავაბრუნოთ ბიოლოგიურ ოჯახში და ეს არის ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბიოლოგიური ოჯახები უბრალოდ არ არსებობს, ან იქ არ არის კეთილსაიმედო გარემო და შეუძლებელია დაბრუნება ბავშვის. ამ შემთხვევაში სწორედ ბავშვს ენიჭება სტატუსი და ხდება ბავშვის გაშვილება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვამაყობთ იმითი, რომ რეფორმის ფარგლებში ბავშვები ზუსტად ბრუნდებიან ბიოლოგიურ ოჯახებში, ხდება ამ ოჯახების გაძლიერება, მხარდაჭერა და მათ შეუძლიათ უკვე დამოუკიდებელი ფუნქციონირება. ანუ ეს მიუთითებს ზუსტად იმაზე, რომ ეს ნაბიჯები გადადგმული ამ მიმართულებით არის წარმატებული. ბატონ ანდროსთან მინდა გადავიდე კითხვით. ბატონ ანდრო, თქვენ ხართ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, რომელიც აკვირდება ამ პროცესს, მონიტორინგს და ის ყველაზე მეტი. რეალურად ხომ არ ფიქრობთ, რომ არის აი ეს პერიოდი დათქმების, სანამ ბავშვი მიიღებს გასაშვილებლის სტატუსს? ხანგრძლივი, რის გამოც რეალურად ბავშვს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უწევს იგივე ბავშვთა სახლში ყოფნა, ხოლო ოჯახი, რომელსაც სურს რომ ბავშვი აიყვანოს, დგას ძალიან დიდ რიგში. მოგესალმებით მეც. კი, ხშირ შემთხვევაში ჯერ კიდე რაღაცა ზოგიერთი რეგულაცია დასახვეწია იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს სისტემამ იმოქმედოს ბავშვის ინტერესის მაქსიმალურად დასაცავად. კი, არის ესეთი, რომ სანამ სტატუსი მიენიჭება, სანამ თანხმობა იქნება, თუმცა გაცილებით უფრო შესაძლებელი გახდა, რომ იგივე ბავშვთა სახლში არ ყავდეს ბავშვი სახელმწიფოს და გადაიყვანო სხვა ოჯახურ ფორმაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ოდესმე ეს ბავშვი შეიძლება შვილად აიყვანოს ვინმე, მაგრამ არ იქნება ეს საწყობის ტიპის რაღაცა დაწესებულებაში და იქნება ოჯახში და გაცილებით უფრო მეტი ყურადღება და ინდივიდუალური ზრუნვა. თუმცა აქ მეორე პრობლემას ვაწყდებით, როდესაც არის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო უხდის კონკრეტულ ოჯახს თანხას იმისთვის, რომ ბავშვთა სახლიდან ბავშვი წაიყვანოს და გაზარდოს. ეს ბავშვი იზრდება იმ ოჯახში. ქალბატონთან, მამაკაცთან ოჯახურ გარემოში. ეს ოჯახი ამ ბავშვს ეჩვევა. შემდეგ გადის პერიოდი, შეიძლება გავიდეს 4 წელი და გამოჩნდეს ამ ბავშვის ბიოლოგიური დედა, რომელსაც გააჩნია უფლება, რომ ეს ბავშვი წაიყვანოს უკან თავისთან. აი ამ შემთხვევაში ვაყენებ თუ არა თუნდაც იგივე ფსიქოლოგიურ, თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ბავშვსაც და ოჯახსაც, რომელმაც ეს ბავშვი გაზარდა. მოდით ასე ვთქვათ. თუ 4 წლის განმავლობაში არ გამოჩნდა მშობელი და ბავშვი იზრდება ამ მინდობით აღზრდაში, იქ დგება საკითხი 6 თვის მერე, რომ მშობელი რახან არ ჩანს, იმ მშობელს უნდა ჩამოერთვას ის მშობლის უფლება. თუ მონაწილეობას არ იღებს და თუ ობიექტური მიზეზი არ არსებობს იმისა, რატომ არ შეიძლება წაიყვანოს ეს ბავშვი თავისთან ოჯახში, ბიოლოგიურმა მშობელმა. სისტემა ესე მუშაობს. თუ ობიექტური მიზეზი არსებობს, მაშინ მაქსიმალურად აი ქალბატონმა ეკა მახსენა, რომ მაქსიმალურად უნდა იმუშაოს სისტემამ ოჯახის გაძლიერებაზე. დღეს და ობიექტური მიზეზი შეიძლება იყოს ამის. საცხოვრებელი არ აქვს მაგალითად. და სახელმწიფოს ინტერესშია, რომ ბავშვი იზრდებოდეს ისეთ გარემოში, სადაც დაცული იქნება წვიმისგან, სიცივისგან, სადაც წახალისებული იქნება მისი განათლება, ნორმალურ კვებას მიიღებს, ჰიგიენური პირობები. როდესაც ამას ვერ უზრუნველყოფს ოჯახი და ბევრი ოჯახია ახლა საქართველოში, რომელიც ესე მდგომარეობაში მე მესმის თქვენი პოზიცია, მაგრამ თქვენ იცით კონკრეტული შემთხვევაც, რომელიც ერთი არის, უბრალოდ მე ახლა არ მინდა გვარებით და სახელებით ვისაუბრო, როდესაც ოჯახმა წაიყვანა ბავშვი, გაზარდა, ყავდა თავისთან, იყო ძალიან დიდი შეჩვევის მომენტი ბავშვის მხრიდანაც და ოჯახის მხრიდანაც, შემდეგ გამოჩნდა ბიოლოგიური დედა, რომელსაც ეს ბავშვი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ყავდა ნანახი და შემდეგ მას მიენიჭა უპირატესი მდგომარეობა. აი აქ არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობ, ხომ არ არის გარკვეულწილად ესეც დასახვეწი? ვიცით რა, ბავშვის ინტერესშია საბოლოო ჯამში აღიზარდოს ყველაზე სტაბილურ გარემოში და თუ ეს არის ბიოლოგიური ოჯახი თუ სახეზეა, ბიოლოგიურ ოჯახში. კი ბატონო, სტრესი არის, შეჩვევა იმასთანაც არის და ასევე შეჩვევა შეიძლება გაჩნდეს ბიოლოგიურ ოჯახში, შეიძლება ძიძა ყავდეს და ძიძასთან გაუჩნდეს შეჩვევა. სტრესები ჩვეულებრივი ამბავია ცხოვრებაში და ამასთან გამკლავებაც უნდა ისწავლოს ბავშვმა. თუმცა არ არის საცდელი კურდელი. არა, საცდელი არა.
საცდელი არ არტეშუაში. მე გავზარდე ბავშვი 10 წელი, 15 წელი ჩემთან იცხოვრა, ძალიან დიდი ბოდიში რომ ჩაგერიეთ და მე კავკასიური ცარცისტრია მიშიკო გავჭიმო. ზუსტად არ არის კავკასიური ცარცისტრე. მოდით ნათელი რომ მოვფინოთ ამ ყველაფერს, ნამდვილად კავკასიური ცარცისტრე არ არის, არც ის არ არის რომ სადღაც 15 წელი იზრდება და მე ვიღაცას მიყავს, ეს არის მითები და მცდარი შეხედულება. არის შემთხვევები და ძალიან რთულია ეს ერთი ხელის აღებით რაღაცა დიაგნოზი დავსვათ, რომ ეს ბავშვი უნდა იყოს მინდობით ოჯახში, თუ ბავშვის მშობელს უნდა ჩამოვართვათ მშობლის უფლება. მშობლის უფლების ჩამორთმევა ეს არის უკანასკნელი ეტაპი, რომელსაც სასამართლო იყენებს მშობლის მიმართ. სანამ მივალთ ჩვენ ამ ეტაპამდე, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ოჯახთან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საჭიროა ვიფიქროთ, ავწონთ რაღაც 6 თვის განმავლობაში აქ იყოს საუბარი. შეიძლება 6 თვის განმავლობაში ოჯახს ჰქონდეს კრიზისი, ვერ მიაკითხოს ბავშვს და ვერ წაიყვანოს ბავშვი ოჯახში, მაგრამ ქონია ესეთი წარმატებული შემთხვევებიც, რომ გარკვეული პერიოდის წელიწადნახევრის მერე წაუყვანია ოჯახს ბავშვი და ძალიან ბედნიერი და კარგად შეკრული ოჯახიც გამომდგარა. მოდი გავარკვევთ, რამდენი რთულია ითქე წლების განმავლობაში რიგში და ელოდებოდა რიგს როდესაც რიგი რომ აიყვანოს შენი შვილი. ქალბატონი ლიკა მამიაშვილი შემოგვიერთდება ახლა სტუდიაში, რომელიც თავისი ისტორიის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით და მონაწილეობას იღებთ ჩვენს გადაცემაში. რის შემდეგ გადაწყვეტეთ, რომ ბავშვი აგეყვანათ? ძალიან ისეთი რომ თქვა ბედნიერების მწვერვალზე, ისეთ მწვერვალზე და ისეთ სიმაღლეზე ვიდექ, შეიძლება სამყაროც კი არ ჩანდა, მყავდა ძალიან ლამაზი, როგორც გარედან იტყოდნენ. საოცარი სილამაზის, ძალიან ისეთი დიდი მოვლენა იყო ეს ბავშვი, მაგრამ რაღაც ტრაგიკული შემთხვევის გამო აღმოჩნდი გადამეცვალა ბავშვი და გარკვეული დეპრესიული წლების შემდეგ ეს ექიმებთან გამოკვლევების, სიარულის რაღაც ყველა იმ დიდი წლების ფონზე, როდესაც უკვე დასრულდა, რომ მითხრან ბიოლოგიურად დედობის შანსი დასრულდა, გადავწყვიტე ამეყვანა შვილი. რა თქმა უნდა, მივმართე სოციალურ სფეროში შესაბამის განყოფილებას. ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ სოციმუშაკების მუშაობით, დამოკიდებულებით, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ თვითონ საკანონმდებლო ბაზას უნდა ჰქონდეს უფრო სხვა, უფრო ლოიალური, უფრო თავისუფალი ქმედებისთვის გამიზნული რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება, უფრო ჰუმანური, უფრო ადამიანური და ზე ადამიანური დამოკიდებულება. თვითონ საკანონმდებლო ბაზას. რამდენიმე შემთხვევა იყო ბოლო პერიოდში, როდესაც დედამ საკუთარი შვილი გადააგდო სანაგვეზე. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო, როდესაც გლდანის ნანგავსაყრელზე იპოვეს ბავშვი. ამ შემთხვევაში ბავშვი, რომელიც აღმოჩნდება ჩულ ბავშვთა სახლში, მას ავტომატურად ენიჭება გასაშვილებელი. ამ შემთხვევაში ბავშვი, ნაპოვნი ბავშვი, რომელიც აღმოჩნდება ჩულ ბავშვთა სახლში, პირველ რიგში ხდება პროცედურა ის, რომ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის უწყებას, ხდება ბავშვის მშობლის მოძიება, თუ მშობელი ვერ მოვიძიეთ, მივმართავთ სასამართლოს, ნაპოვნი ბავშვი ვაღიაროთ მიტოვებულად, ამის საფუძველზე ბავშვს ენიჭება გასაშვილებელი სტატუსი და ხდება ბავშვის გაშვილება. თუ მშობლის მოძიება მოხდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. რა თქმა უნდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგანაც ბავშვი მიტოვებული იყო და ბავშვს შეექმნა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკი. და აი ამ შემთხვევაში რა ხდება, ქალბატონი, თუ მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრო თქვენ დაგეხმარებათ, რომ იპოვოთ ბავშვის მშობელი, რომელმაც შვილი გადააგდო სანაგვეზე, სანამ ეს ქალბატონი მოიხდის სასჯელს ციხეში, ამ შემთხვევაში ბავშვთა სტატუსი. ჩვენ ყოველთვის ამ შემთხვევაში მიმართავთ სასამართლოდ მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით. ყოველთვის. დედა, რომელიც 1 წლით, 2 წლით, 3 წლით, 5 წლით, 6 წლით შვილს სახელმწიფო ზრუნის ქვეშ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ქვეშ აყენებს ბავშვის სიცოცხლეს, ბავშვის მომავალს და ჩვენ ველოდებით 40 წელიწადი გავიდეს და მოვიდეს იქნებდეს დედა, მას არ ეძლევა გადაისინჯოს ბავშვის თვითონ დედის სტატუსი, დედობის სტატუსი და ამ სტატუსის გადასინჯვის საკითხში იყოს უფრო მკაცრი ჩვენი კანონმდებლობა. ვიდრე იქ იყოს ის სიმკაცრე, სადაც ქალს უნდა შვილი ყველაფერის ხარჯი, ყველა რისკის და ყველანაირი ყველაფრის რისკის გათვალისწინებით, თუმცა რა უნდა მოხდეს. როგორი არის სამხედრო სექტორის პოზიცია ამასთან დაკავშირებით? როდესაც ყველაფერს უკეთებ,
დედას გაჭირვებაში მყოფ, კრიზისში მყოფ დედას, როდესაც სისტემა მთლიანად აწყობილია და ყველა პრობლემაზე რაღაცა პასუხი გაქვს, მაშინ შეიძლება გამართლებული იყოს სიმკაცრე. როდესაც არა გაქვს ყველა პრობლემაზე პასუხი, მაშინ ობიექტურად როგორ უნდა მოგეცეს უფლება იმისა, რომ აი ეს სახლის პრობლემა ვერ გადაუჭერით. ანუ მარტო ხელა დედებისათვის დღეს საქართველოში ცხოვრება ძალიან რთულია? არა მხოლოდ საქართველოში, ახლა მოგეხსენებათ, იგივე განვითარებულ ქვეყნებშიც ძალიან რთულია და ყველა პრობლემაზე პასუხი განვითარებულ ქვეყნებშიც არა. თუმცა გაცილებით მეტი მომსახურებაა ის დახმარება, რომელსაც თუნდაც ჩვენი სტუდიის წინაგმინი მიიღებს დღეს სახელმწიფოსაგან არაადეკვატურია იმისა, რომ მე ვთვლი, რომ არასაკმარისია. კი ბატონო, რაღაცა პერიოდი იცხოვრებს იგი იმაში, რა ქვია, თავშესაფარში. დაეხმარებიან იმაში, რომ რაღაცა პროფესია შეიძინოს, დაეხმარებიან იმაში, რომ დასაქმდეს. ანუ სიტუაცია ახლა გამოდის, რომ გვაქვს ასეთი, რომ სანამ შვილს დედას არ შეუქმნი პირობას, რომ მას ქონდეს ყველა პირობა იმისთვის, რომ შვილი შეინარჩუნოს, რთული იქნება ამ კაცრი რეგულაციები დააწესო მის წინააღმდეგ თუ ის მიატოვებს თავის ბავშვს. მაგრამ მეორეც არის, ახლა დედაც უნდა წამოყვეს ძალიან ბევრი მშობელი, ახლა მარტო დედა არა, მე ძალიან არ მომწონს, როდესაც მხოლოდ დედას ახსენებენ ხოლმე, მამებიც ვარსებობს და როლი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რაღაც ითქვა დღევანდელ გადაცემაში. რაღაცა პასუხისგებლობა მშობელს ეკისრება, ისიც უნდა წამოყვეს ამაზე, ისე არ არის, რომ სულ მთავრობის იმედად იყო. რაღაცა წახალისება უნდა გქონდეს, დახმარება უნდა გქონდეს და დემონსტრირებას უნდა აკეთებდა იმისა, რომ შენც მონდომებული ხარ, რომ შენი შვილის მდგომარეობა, შენი მდგომარეობა გაუმჯობესდება და შენი შვილი გინდა რომ მყავდეს შენს გვერდით. სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ცოტად რო გრჩება, ამიტომ ჩვენი სტუდიის სტუმრებთან ერთად მინდა რომ ერთგვარი რეზიუმე გავაკეთოთ და დისკუსიაში ჩავერთოთ რა არის საჭირო იმისთვის, რომ რეალურად ეს პრობლემები, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმენთ, იყოს მოგვარებადი. ანუ უფრო მეტი პირობების შექმნა მშობლებისთვის თუ უფრო მეტი საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა მშობლების მხრიდან გისმენთ. ალბათ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა. სწორედ აი ქალბატონი ბრძანებდა და ვიკამათეთ კიდევაც, რომ იცით რა, როდესაც ადამიანი გეუბნება, მე არ მინდა და კატეგორიულად გეუბნება, რომ არ მინდა. ის უკვე თავს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. და მე ძალით დნმ თუ არ არის ნდობა. თუ მე ის არ მენდობა, თუ მე მას არ ვენდობ, საერთოდ არ მინდა ამ დროს რა. თავი დაიცვას მაშინ თუ არ უნდა. ხო, ალბათ, არ ვიცი. არ მინდა უნდა თქვას თავში და არა იმ დროს. არა, სწორედ საუბარი გოგონა ამბობდა, რომ პირველივე დღიდან თქვა არ მინდა. ფეხმძიმობის პერიოდში საუბარი. ადამიანები და მე მოთხოვ რა მოთხოვო. პასუხისმგებლობიდან არ უნდა თავისუფლებოდეს მამაკაცი ეგეთ შემთხვევაში. არ მინდა. მართალია, არ მინდა უნდა თქვას თავში. თუ მე ადამიანი არ მენდობა, რომ დნმ-ით უნდა მამოწყოს, რომ ის მაგის შვილი არ არის, ესე იგი წარმოიდგინეთ, მე რა პიროვნება ვარ, რომ შემიძლია მოვიტყო, ალბათ არსებობს ეგეთი ბავშვი. რა არის მეორე მომენტი, ქალბატონ თამარ, მე უბრალოდ ჩავერთვები, როდესაც მამა ამ შემთხვევაში შულზე არის, ამბობს უარს იმისთვის, რომ სასამართლომ მას გარკვეული ფინანსური ვალდებულებები დააკისროს, საუბარია ალიმენტის გადახდა, ამისთვის საჭიროა დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგენა ამ ყველაფრის, მამობის დადგენა და შემდეგ ხდება უკვე სამართლებრივი პროცედურების დასრულება. მეცნიერო კუთხით შევხედავთ, ბავშვი სხვა არაფერი არ არის თუ არა ერთი კვერცხუჯრედი განაყოფიერებული სპერმატოზოიდით, ანუ ბიოლოგიურად ორივე მშობელი, მამაც და დედაც ერთნაირად პასუხისმგებელია იმ ერთი ინდივიდის და შემდგომში ბავშვის ჩამოყალიბების. ამიტომ ეს პასუხისმგებლობა ორივეს მხრიდან. როგორც დედამ უნდა იფიქროს, რომ ეს შვილი შეიძლება არ უნდოდეს, მამამაც არ ფიქრობს, მე ძალით რანაირად უნდა ვაფიქრებინო იმას. არა, ძალით უნდა ვაფიქრებინო. შიშით აქენა მე შენ ეხა შეგაშინე. არ უნდა, ბატონო ჩემო, უნდა დაიცვას თავი. რა თქმა უნდა. მადლობა ღმერთს არსებობს საშუალებები. თუ მოხდა ისე რომ არ დაიცვა თავი და ჩაისახა, მაშინ უნდა პასუხისმგებლობა აიღოს თავის. ქალბატონო ნიკა, შემთხვევაში შეიძლება თუ არა იყოს გამოსავალი მინდობით აღზრდა. ანუ ამ შემთხვევაში ბავშვთა სახლებში არიან ბავშვები, რომლებსაც ყავთ მშობლები, თუმცა არსებობს მინდობით აღზრდის გზა, როდესაც ის თქვენთან იცხოვრებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის თქვენთან დარჩება. და ზუსტად ამიტომ ძალიან მტკივნეულია, მაგრამ თვითონ დედობის სტატუსის გადასინჯვაში უნდა იყოს უფრო მეტი კატეგორიულობა და მეტი სიმკაცრე. მე არ მესმის დედობა, სადაც იქ 1 წელიწადი, 2 წელიწადი და 4 წელიწადი ანდობს სახელმწიფოს, სადაც თითოეულ ჩვენთაგას უმძიმესი სოციალური პირობა გვაქვს და გქონდეს დედობის პრეტენზია. აქ არის ძალიან უმკაცრესი ზომები გასათვალისწინებელი და მიდგომა საჭირო და იქ სადაც ნებისმიერ დედას, რომელსაც შვილის აყვანის
სურვილი, ეს რა არის და რა ბედნიერება ეს ყველა ჩვენთან განმავიცით, ვისაც ყავს და ვისაც არ ყავს იმან უფრო ზუსტად და ამის შესაბამისად არა რეალურია 1497 ადამიანისთვის ეს ფანტასტიკის და ოცნების სფეროა, შვილის აყვანის პერსპექტივა. თქვენ რიგში 1497 ჩემი ახლობელი მე 20 გამიმართლა. ცოტა წინ მე უნდა ვიცოცხლო 200 წელი, ჩემ ახლობელმა აუცილებლად უნდა იცოცხლო 397 წელი ალბათ. ალბათ მედალს ყოველთვის აქვს ორი მხარე, ერთის მხრივ ძალიან რთულია ამ ქალბატონისთვის უყუროს, როდესაც არის ძალიან რთულ სიტუაციაში და ელოდება ბავშვის აყვანას, თუმცა მეორე მხრიდან როდესაც შეხედავ, კარგია, როდესაც არ არიან ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვები. ამაზედაც მინდა გავაკეთო კომენტარი, ბავშვთა სახლები, ბავშვთა სახლების თემასთან დაკავშირებით. 2013 წლის ბოლოს საქართველოში ბავშვთა სახლები აღარ იარსებებს. ეს რეფორმა მიდის იქითკენ, რომ თავიდან ბოლომდე ჩანაცვლოს ალტერნატიული ზრუნვის ფორმებით. ანუ დღეს ბავშვთა სახლებში ბავშვების რაოდენობა სულ ყველა რომ გავაშვილოთ, არსებული რიგის მხოლოდ 10% დაკმაყოფილდება. ანუ ეს ხო თავისთავად აბსურდია. ბავშვი რომელიც დღეს არის ბავშვთა სახლში, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს არ აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი, ზოგიერთი დროებით სასურველიც არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე არის საუბარი, რომ გაცილებით მეტი ადამიანი არის რიგში, ანუ გაცილებით მეტი ადამიანი არის უშვილო, ვიდრე გასაშვილებელი სტატუსი, ვიდრე ბავშვი. ასე რომ ეს პრობლემა აქედან მოდის და ეს უსიამოვნება და გასაგებია. შევდივართ ჩვენ ქალბატონის მდგომარეობაში, მაგრამ მეორეს მხრივ, როგორც ქვეყანას გვიხარია, რომ ჩვენ ბავშვებს ვაბრუნებთ ოჯახებში და ვაძლიერებთ ოჯახებს იმის მაგივრად, ვთქვათ, რომ რაც ხდება სხვა ქვეყანაში. ასეთი არის სიტუაცია, ჩვენ ვეცადეთ, რომ მაყურებლისათვის ძალიან სერიოზული პრობლემა, რასაც ქვია, უშვილობა სხვადასხვა კუთხით გვეჩვენებინა. ანუ როდესაც მიმართავენ მედიკოსებს, რომ დაამარცხონ უშვილობის გზა, როდესაც ხდებიან ძელი რიგის მონაწილეები, რომ აიყვანონ ბავშვი, და გასაუბრებთ ცნობილ ქართველებთან ერთად, რამდენიც რთულია ბავშვი მუდმივად ან თუნდაც მცირე ხნის განმავლობაში გაზარდოს დედა მარტო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის სტუმრებს. მადლობა რომ შემოგვიერთდით. კიდევ ერთ აქტუალურ თემას უკვე თქვენთვის შემდეგ პარასკევს შევარჩევთ და კიდევ ერთი თემით ისევ იმედზე და ისევ 23 საათზე დაგიბრუნდებით. დროებით გესწრებოდეთ.